შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით. გამარჯობა, როგორც ყოველთვის პირველ საათს დაიწყო გადაცემა დიდი შესვენება. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ვიქნებით თქვენს განკარგულებაში, გაგაცნობთ და გავეცნობით საინტერესო ამბებს ერთად და რა თქმა უნდა ონლაინად შემოგვიერთდით, იქაც ძალიან საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ თქვენთან პირდაპირ კონტაქტს ვამყარებთ ამ შემთხვევაში და არა ცალხრის და თან ყოველთვის გაქვთ საშუალება, ნახოთ სიუჟეტი, რომელიც დავუშვათ ნახევარი ნახეთ, გადაახვიოთ და თავიდან შეხედოთ რა ვიცი, გამოხატოთ მე თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით, ან თუნდაც რაღაცა რაზეც ვერ მოასწარით ლაპარაკი, შეგიძლიათ შეავსოთ იმითი თქვენი ცოდნით ამ შემთხვევაში ან დააზრებით, ასე რომ იყავით ხაზზე, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვართ და შესაბამისად თქვენს განკარგულებაში ვართ მთლიანად 24 საათის განმავლობაში. და კარგი განწყობით გაუზიარებთ საინტერესო ინფორმაციას და უნდა ვნახოთ ახლა ანონსი. დღეს გადაცემაში ნახავთ ბრიტანეთის მთავრობის პროგრამა ჯონ სმით ტრასტის გაცვლითი აკადემიური პროგრამების დაინიცირება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების წარმოჩენა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს საჯარო მმართველობის დოქტორი გიგა ფარტენაძე. სოფო შაიშმელაშვილის რუბრიკაში რჩევები მშობლებს დღევანდელი სასაუბრო თემა გახლავთ ბავშვის განვითარება დაბადებიდან 6 წლამდე. გადაცემის სტუმრებია ნონა მუჯირიშვილი და მარიამ თევზაძე. რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა და პედაგოგები? როგორ მივცეთ მოზარდს мотиваცია, რომ საშინაო დავალება დაუზარდლად შეასრულოს? დღეს სტომატოლოგიის დღეა. როგორ მოვუაროთ კბილებს? თემაზე ვრცლად ისაუბრებს ორთოდონტ სტომატოლოგი ლოლიტა კეპულაძე. დაგიბრუნდით ეთერში. ასეთი შესანიშნავი ამბები მოკლედ მოგესალმებით. სოფლიოში არაერთი სხვადასხვა პროგრამა არსებობს, რომელიც ეხმარება ხოლმე არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ უცხო ქვეყნებშიც ადამიანებს და უშუალოდ განავითარონ და უსტოდ გააშალაშინონ თავისი უნარები, რომლებიც მე უნდა მოახმარონ თავის ქვეყანას. და ახლაც, ეს ამბავიც არაა გამონაკლისი, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, არსებობს ასეთი ჯონ სმით ტრასტი, ანუ ტრესტი, როგორც ჩვენ თანადრე ამბობენ ხო, რომელიც სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს აინიცირებს ხოლმე და ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმარია წასული იქ შეხვედრაზე ბრიტანეთში და სხვადასხვა ქალაქები მოიარა ამ სერიოზული შეხვედრებით, პარლამენტი იქნებოდა თუ რაღაც საჯარო სექტორი და ეს სამთავრობო პროგრამა ამ შემთხვევაში გულისხმობს ზუსტად ამას, რომ როგორ დააინიციროს და რა თქმა უნდა მონაწილეებიც ამაში ხებულობენ უდიდეს წვლილდებენ უბრალოდ დაანიცირონ ეს გაცვლითი პროგრამები და ეს ყველაფერი ხმარდება იმას, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა არაერთხელ გვესმის განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ შედგა, მას ისეთივე შეუმგანი მთავრობა ეყოლება, როგორც არის თითო. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერი იქნება საზოგადოება და ძლიერად გაცილობიერებული იქნება ყველა საკითხში. არა აუცილებელი ცალკე ყველაფერი იცოდეს, მაგრამ ერთად უფრო მეტი ვართ ვიდრე ცალკე შესაბამისად, როდესაც ბევრი ვიცით და გვაქვს სხვადასხვა უნარები და ამ უნარებს ვახმართ საზოგადოების განვითარებას, რა თქმა უნდა, უფრო დიდ შედეგებს ვდებ და შესაბამისად მთლიანად ჩვენი ქვეყანა ჩვენთვისაც და სხვისთვისაც ძალიან მიბრძიდულად გამოიყურება და აღარ დგას მაგალითად რიგები აეროპორტში გაქცევას. ხო და სწორედ ეს არის ჩვენი სტუმრის მთავარი მიზანი, ხო? კი, რა თქმა უნდა ამიტომ უნდა დაველაპარაკოთ, მას მოდი ახლა დავიბნები თითქოს. გიგა ფარტენაძე, ჩვენი არაერთ გზის სტუმარი, რომელიც ჩაგვერთვება მესენჯერით ამ შემთხვევაში, იცის ყველამ რომ ის პროფესიით გახლავთ საჯარო მართვის მმართველობის უბრალოდ დოქტორი და უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვიზიარებს საინტერესო ამბებს და მნიშვნელოვან ამბებს, როგორც ჩვენთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. გიგა მშვიდობისა. მოგესალმებით, ვარ და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. შესავალი სიტყვა ძალიან საინტერესო გქონდათ, მცირედი კომენტარი ჯონ სმითის შესახებ. ჯონ სმითი გახლდათ მე-20 საუკუნის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი გამოჩენილი ცნობილი პოლიტიკოსი, რომელსაც არაერთი რეფორმა თუ დემოკრატიის ხელშემწყობი პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვს თავის, ასე ვთქვათ, ბალანსი. შესაბამისად, მე-20 საუკუნის მიწურულს უკვე ბრიტანეთის მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა მისი სახელობის ეგრეთ წოდებულ fellowship პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს
განსაკუთრებით აი ცენტრალური აზია, ჩრდილოეთ კავკასია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან თითო ადამიანი შერჩევას ყოველწლიურად, რათა მათ უკვე მოახდინოს საკუთარი პროფესიული კარიერული განვითარების ხელშეწყობა დიდ ბრიტანეთში და ამის ფონზე უკვე სხვადასხვა შეხვედრების დაგეგმა, რომელსაც უკვე თქვენთან ერთად შეკითხვების ფორმატში გავშინოთ. გიგა, რა არის შენი მთავარი მიზანი მათ ყოფნის? შენ თვითონ რა უნდა გააკეთო? თავად ეს პროგრამა სანამ მოხვდებით მოგეთ ამ პროგრამაში ითვალისწინებს ერთ-ერთ მთავარ საკვანძო დეტალს, ეს არის შენი სამოქმედო გეგმის წარდგენა შესარჩევი კომისიის წინაშე, რომელიც შემდეგ უკვე გადის კონკრეტულ ფილტრაციას. ამის შესაბამისად ხდება უკვე შენი ნომინაცია როგორც ამ პროგრამის მონაწილე. ჩემს სამოქმედო გეგმას ჰქონდა სამი ძირითადი მოცემულობა, ეს გახლავთ პირველი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების წარმოჩენა დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ასე ვთქვათ დღის წესრიგში, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსები არიან, სამოქალაქო სექტორია, განათლება, მეორე გახლავთ ახალი გასული პროგრამების ხელშეწყობა, მით უფრო იმ ფონზე რაც ხდება დღეს ქვეყანაში და მესამე უკვე რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ჩემი ძირითადი მოტივი არის ეს სამი, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები დღეს, ხელი შეუწყო ახალ გასულ პროგრამებს. ეს იქნება ედინბურგის უნივერსიტეტი, ეს იქნება სენტრ-ანდრიუს უნივერსიტეტი, რომელიც ბრიტანეთში რიგითობის მიხედვით მესამეა, თავისი საერთაშორისო სკოლით, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან პრესტიჟული სასწავლებლებია ესენი და რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება რაც გულისხმობს უკვე მათ თუნდაც ფინანსურ მხარდაჭერას, ან ინტელექტუალურ მხარდაჭერას და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ასეთი მიზნები დაასახელე. საშუალო სტატისტიკურად თუ არის ხოლმე დათვლილი, ახლა ასეთი შეკითხვები მგონი არ დასმულა, იმიტომ რომ ძირითადად სერიოზულ გადაცემებში ლაპარაკობენ და ასეთ შეკითხვებს არიდებენ თავს. რამდენი წელი სჭირდება ხოლმე საზოგადოებას, რომ აი რაღაც საწყისებიდან რომელიც დაუშვათ ის არ არიან ინფორმირებული ეს მსგავსი განვითარების შესახებ, რომ მივიდნენ, ასე ვთქვათ, ასე ძლიერ საზოგადოებამდე, რომელიც უკვე, ასე ვთქვათ, თვითმმართველია მართლა. საბოლოო ჯამში მივდივართ დეცენტრალიზაციამდე და ჩავდივართ უკვე პირველადი აღზრდის პერიოდზე. და რატომ? იმიტომ რომ თუ ჩვენ სკოლის ასაკიდან არ დავიწყებთ აი ამ ღირებულებებზე საუბარს, ეს იქნება დემოკრატიული მმართველობა, ეს იქნება ღია მმართველობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, თუ ამას არ შევაჩვევთ ჩვენ თავიდან ჩვენს სამოქალაქო, ამ შემთხვევაში საზოგადოებას ახალგაზრდებს. შემდეგ უკვე დაგვიანებული იქნება რაღაც პოლიტიკური ცვლილებების ფონზე საუბარი იმაზე, თუ რატომ არ ხდება რაღაც პოზიტიური ცვლილებები. სწორედ ამიტომ რა განაცხადებს, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრიტანული მოდელი, თავისი მმართველობის, თავისი სისტემის, თავისი ინსტიტუციური სიძლიერის, ეს არის სწორედ მათი ტრადიცია, რომ დაცული იყოს მაქსიმალურად საპარლამენტო კულტურა, დაცული იყოს მაქსიმალურად უფლებები, რომელიც ოპოზიციას აქვს გააჩნია, მოგეხსენებათ ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ტიპიურად საპარლამენტო მოდელის ფონზე კოალიციური მმართველობა დღის წესრიგით თითქმის ყოველთვის არის, აი იგივე შოტლანდიის მაგალითი ავიღოთ, სადაც არის ჰარმონია. ჰარმონია იმისთვის, რომ სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესები იქნას დაცული და ყველაფერი კეთდება სწორედ ამ ინტერესების განსახორციელებად. დებატები მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, როგორც პოზიციიდან, ასევე ოპოზიციიდან. და არ არის აქვს იმის ამბიცია, რომ რაღაც პოლარიზებული გარემო შეუქმნას თავის მოქალაქეებს და რაღაც პოლიტიკურ ქარტეხილებში ამყოფოს. ეს ყველაფერი ხდება კონსტრუქციულად, ყველაფერი ხდება თანმიმდევრულად. აი განსაკუთრებით აღვნიშნავ მე ვიზიტს შოტლანდიის პარლამენტში და გუშინ უკვე ვიზიტს უშუალოდ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც ნახავთ ყველაზე მაღალი კლასის დებატებს, როგორც ანგარიშვალდებულების კომპონენტში პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე თავად საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების, ანუ ეგრეთ წოდებული კითხვა-პასუხის რეჟიმის გამოყენების პრაქტიკას. რაც ყველასთვის უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი და ვფიქრობ დიდი ბრიტანეთის სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ გიგა, უბრალო ენით რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მოქალაქის მოკვდავის ენაზე, შენ ისეთი ხარ, შენ ასეთი ხარ, შენ ეს ქენი, შენ ამას აპირებ და ასე გიჩვენებს ეირის მაგივრად, ხალხის საქმეზე ლაპარაკობს და დაუშვათ რაღაცა საქმე, როცა ეს გასაკეთებელია, მაგალითად პარკინგი.
იმის მაგალითად რომ ერთმანეთს უძახონ რომ შენ არ გაიკეთებია ეს პარკინგი, ხალხი ზუსტად მუშაობს იმაზე რომ რაც შეიძლება უკეთესი პარკინგის იდეა შესთავაზონ ერთმანეთს, იკამათონ თუნდაც ამის გამო დაკლან ერთმანეთი და ჯამში საზოგადოება მიიღოს პარკინგი, რომელშიც ის ხალხიც ისარგებლებს და რომლითაც ეს ხალხიც ისარგებლებს და საბოლოო ჯამში თუ მადურები იქნებიან, ყოველ შემთხვევაში პარკინგი იქნება აშენებული არ დარჩება ფურცელზე, ჰაერში და არ ჩანაცვლდება ლანძღვაგინებით. და მნიშვნელოვანია ერთობლივი ჩართულობაც, რომ გავითვალისწინოს თუ რა სურს მოსახლეობას, სად შეიძლება იყოს კომფორტი, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ ზუსტად ამ გამოცდილებით, ყოველდღიური გამოცდილებით მოსახლეობა რა მაგალითად აწყდება პრობლემებს, გავითვალისწინოთ. კი, აბსოლუტურად მართალი ხარ, დეცენტრალიზაცია ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ მერის საქმეცაა, გამბავი, სოფოს საქმეცაა, გიგასის და პაატასის და რა ვიცი. არა მარტო პროფესიონალებმა გავაკეთონ და გადაწყვიტონ, არამედ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. ის ამბავი მართალია, ხა ბრიტანეთში ხართ, ანუ ბილიკებს რო ეგენი ანუ ჯერ უყურებენ ხალხი როგორ დადის და მერეჭრიან, ანუ ეგეც როგორ ჩანს ხოლმე ხალხი ჯერ აგებენ მინდორს, წარმოიდგინე, მე ხალხი დადის აკეთიქით და საბოლოო ჯამში როგორც ხალხი დადის, ისე აგებენ ამ ბილიკს და არა ზევს აკეთებენ, მე ხალხი თელა სხვადასხვანაირად. პარკებსა და სკვერებში ნახავთ არაერთ საფეხმავლო ბილიკს, რომელიც ვფიქრობ, რომ გაკეთებულია სწორედ იმიტომ, რომ ხალხის დაკვეთა იყო. და ნახავთ გადაადგილების სხვადასხვა მარშრუტებს, ანუ რამდენადაც პრაქტიკული იყო ხალხისთვის პარკის გადაკვეთა მაგალითად, ზუსტად ისეა განლაგებული და გუშინ დავაკვირდი ამას და გუშინ ვფიქრობდი სწორედ ამ საკითხზე და კარგია რომ შევეცეთ. ნუ ამაზე ჩანს როგორია საზოგადოება. დიახ, რა თქმა უნდა, რაც შეეხება თავად ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობის წესს, ჩვენ საინტერესო შეხვედრა გქონდა უშუალოდ ადგილობრივი ლონდონში უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მათ გაგვიზიარეს როგორ ხდება ზოგადად აი სატენდერო პირობები, მათ შორის პარკინგის მოწესრიგება, მოქალაქეთა ჩართულობა, სხვათა შორის ამ მიმართულებით გაუზიარე მე მათ თავად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის მათ შორის ღია მმართველობის კომპონენტში, როგორ შეიძლება უფრო მეტად ეფექტური იყოს და თანმიმდევრული ურთიერთობაში ანგარიშვალდებულების კომპონენტი იქნება, გამჭვირვალობა იქნება, თანამონაწილეობა. იმიტომ რომ ბათუმის მერია იძლევა იმ საშუალებას, რომ მაგალითად დაუშვათ ჩვენ მქონდეს საშუალება ჩავერთოთ ბიუჯეტირების კომპონენტში, დავესწროთ სხდომებს, დავესწროთ შეხვედრა მოვახდინოთ უშუალოდ მერთან. ანუ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ქვეყანასაც შეუძლია რომ გაუზიაროთ, მაგალითად ბრიტანეთის ან ინგლისის რომელიმე მუნიციპალურ საკრებულოს ან მუნიციპალურ დონეზე. ჩემი მიზანია რომ ესეც გავაკეთო და წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები. რა თქმა უნდა, ამასთან ერთადაც უნდა ვისაუბროთ იმ არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. გარდა ამისა, ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ნომერ პირველი სტრატეგიული, ასე ვთქვათ, მნიშვნელობისაა მთელს დიდ ბრიტანეთში, განსაკუთრებით ლონდონში, ინგლისში. გუშინ მქონდა შეხვედრა My Life, My Say, ეს არის ორგანიზაცია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა მთელს ლონდონში, რომლის მიზანია ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვა და უკვე ისინი სხვათა შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთანაც იწყებენ ახალ კამპანიას, რომ შეიქმნას ერთგვარი მოდელი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა. არა ისე როგორც დაუშვათ მთავრობას სურს, არა, არამედ ისე როგორც თავად ახალგაზრდები გადაწყვეტენ ამ ყველაფერს და ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვთ. აი როგორც მაგალითად მივდივარ ჩვენ რესტორნებში და ვუკვეთავთ რა გვინდა, ზუსტად იგივე მოდელი გამოკითხვა შექმნეს, თავად ახალგაზრდები უკვეთავენ მთავრობას წინასწარ რა ტიპის პროგრამების განხორციელება უნდათ მათ და შემდეგ უკვე მთავრობა იწყებს ამ პროგრამების უმაღლეს დონიდან უკვე გადაწყვეტას და მაგალითად თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი რა პროგრამებზეა საუბარი, აი რამდენად არის შესაძლებელი ჩვენ დავგეგმოთ, მოვითხოვოთ რაღაც საზღვრებიც ხო არსებობს ამ ყველაფერში, რა უფლებები აქვთ მათ უფრო დეტალურად რომ გაუზიაროთ მაყურებელს. კი ბატონო, თავარი რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ჩვენთანაც და მსოფლიოში შეიძლება ითქვას აბსენტეიზმი, ანუ არჩევნებში ან მონაწილეობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. ეხლა მთავარი ადვოკატირება რაც მიმდინარეობს ლონდონში არის ის, რომ აქტიური საარჩევნო ხმის უფლება ჩამოწიონ 18 წლიდან 16 წლამდე
და მეორე მთავარი მხოლოდ არჩევნებს შევეხოთ, მეორე მთავარი პრობლემა რაც უნდათ რომ მოაგვარონ არის ეს უკვე ხმის მიცემა ტელეფონის საშუალებით. ისინი ამტკიცებენ და შესაბამისად ლოგიკურიც არის რომ თუ შეგვიძლია ჩვენ განვახორციელოთ გადარიცხვები, ავიღოთ დოკუმენტაცია, რატომ არ შეგვიძლია ტელეფონის ვერიფიკაციის საშუალებით მოვახდინოთ ხმის მიცემის საშუალება და ამით გავზარდოთ ტელეფონის რა თქმა უნდა გაიზარდოს მოქალაქეების ჩართვა უკვე საარჩევნო პროცესში. ერთ ძალიან კომფორტულია და ვფიქრობ თუ ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა, აი განსაკუთრებით ახალგაზრდული სეგმენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესში. უნდა მოვერგოთ თანამედროვე მოთხოვნებს და ამის საშუალებას იძლევა თავად ტექნოლოგიების. ბუნებრივია, უსაფრთხოებაზეა ძირითადი აქცენტი გაკეთებული, რომ რამდენად მოხდება სწორად დაცვა, რამდენად იქნება ჩვენი ნება თავისუფლად გამოხატული, თუმცა იქ სადაც არის პოლიტიკური ნება და სადაც თავად ამ საზოგადოებაში პოლიტიკური განათლება არის ძალიან მაღალი და იძლევა ამას სწორედ ეს ისტორიული მემკვიდრეობა თავად დიდი ბრიტანეთის, ვფიქრობ რომ თავისუფლად იქნება შესრულებული და შემდეგ უკვე ჩვენ შევძლებთ ამ ადამიანების ჩამოყვანას ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, ბათუმში, რომელთანაც გვაქვს უკვე აქტიური მოლაპარაკება, რომ გაგვიზიარონ მათ თავიანთი პრაქტიკა, როგორ შეიძლება გავხადოთ უფრო ძლიერები ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა გიგა, მინდა წარმატებები უსურვო ყველა შეს წამოწყებას, მან და ახლა, მით უმეტეს ეს მარტო შენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ჩვენ საერთო გასაკეთებელს აკეთებ ახლა და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყოს მართლა ჩართული ასეთ მნიშვნელოვან ამბებში, რაღაცნაირად გაქრეს ეს ფრაზა, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს, გასაგებია, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს და ასე სხაპასხუპით არ უნდა ჩამოთვალო პოლიტიკოსების სახელი გვარით, მაგრამ პოლიტიკა არის ის, სად მიდის და როგორ მიდის შენი ქვეყანა და ეს როგორ არ გაინტერესებს, ხო? ანუ პასუხისგებლობის აღება ური როგორ მოდის ეს მაღაზიაში და საიდან ჩნდება შაქარი და შერაწმული შეგაგ, ესეც პოლიტიკაა, ეგაა უბრალოდ პოლიტიკა და ასე რომ წარმატებები შენ, წარმატებები ჩვენ და გელოდებით უკვე ცოცხლად, როდესაც აკვესობენ დამთავრდება, პირადად რგვეწევი და უკვე დასკვნით ასე ვთქვათ, აქ გააკეთებ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ბრიტანეთის საელჩოს, რომელიც ძალიან დიდი მხარდაჭერით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი სიტყვის მხარდაჭერის გზაზე. თავად ჯონ სმით-ტრას მინდა უთხრა დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მოვიკითხო მინდა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი გეგა, რომელიც ძალიან მომენატრა ამ პერიოდის განმავლობაში და მალე დაგიბრუნდები მამა ოჯახში რა. დიდი მადლობა. კარგად გიგადროები. კარგად ზანდებოდით. მოკლედ ისიც შეიძლება აღნიშნოთ ახლა შეიძლება ვიღაცისთვის მოწვეთილია ერთი ამაზე მილიონჯერ გილაპარაკია, მაგრამ ჩვენთანაც იყო პარლამენტის დაფუძნების ცდელობა, ხო, მე-18 საუკუნეში ძალიან ყველამ კარგად იცის, ვისაც ისტორიის წიგნი გადაუშლია ან სკოლაში ახლა უწევს პროგრამაში შეიძლება, მაგრამ ალბათ იმ დროს არ დაემთხვა, ასე ვთქვათ, გარემო პირობები, ქვეყნის მდგომარეობა, რომ დავუშვათ მონარქია და პარლამენტი რაღაცნაირად გაერთიანებული იყო და ამიტომაც კი ისტორიაში სადღაც წერია, რომ ჩვენთან ერთ-ერთი პირველი ცდელობა იყო ამის, თუმცა ასე არ განხორციელდა. ბრიტანეთში კიდე მართლაც თუ 6 საუკუნე არსებობს პარლამენტი, ხუმრობთ, ანუ მეფეს 600 წლის წინ დაახლოებით შეუზღუდეს, ასე ვთქვათ, აბსოლუტური მონარქია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ხალხი კი არ არის ერთი კაცის საკუთრება, არამედ ხალხი თვითონ წყვეტს, თუ რა გააკეთოს და მეფე უბრალოდ დატოვეს, იმიტომ რომ სიმბოლოა და დღემდე ბრიტანეთის სიმბოლოა. მეფეს ქმნის ამალა. იბატონო, მინდა ვთქვა, რომ გიგას ჩართვას მინდა გამოვეხმაო, რომ განსაკუთრებით ბოლო ნაწილს, რომელიც ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ მონატრება ისეთი რამ არის განსაკუთრებით შვილის მიმართ, რომ მე რაღაცნაირად ისეთ განვეწყო ემოციურად და სწორედ ეს არის ჩემი რუბრიკის მთავარი თემაც. დღეს ხუთშაბათია და როგორც იცით, რუბრიკა რჩევები მშობლებს თქვენთვის ძალიან საინტერესო თემა შეარჩია. სწორედ მშობლისა და შვილის დამოკიდებულებას და კავშირზე უნდა ვისაუბრო დღეს რუბრიკაში. ზოგადად, როდესაც ორი ადამიანი ოჯახს ქმნის და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა, ურთიერთშეთანხმების შედეგად გადაწყვეტენ, რომ იყოლიონ შვილი, შემდეგ იწყება ცოტა დაბნეულობა მშობლების, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ ავღზარდოთ და გავზარდოთ ჩვენი პატარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამ გვსმენია, გვირჩევენ, წაგვიკითხავს, მაინც ამ უდიდეს ბედნიერებას და სიახლეს დიდი ნერვიულობა და დაბნეულობა მოყვება ხოლმე და
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ თემაზე თუ როგორ დავამყაროთ ჩვენ შვილებთან უმტკივნეულო კავშირი, როგორ გვესმოდეს მათი, თუმცა მაინც რთული არის ახალბედა მშობლისთვის ამ გზის გავლა. ამიტომ ახლა უნდა მოვიწვიო მე ელმოს კლუბის წამყვანი პედაგოგი და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი ნონა მუნჯიშვილი და ფსიქოლოგი, ასევე ქცევის თერაპევტი და სტუდიური გაკვეთილების პედაგოგი მარიამ თევზაძე. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გამარჯობა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი ეს პროგრამა როდის ჩაეშვა თქვენს სკოლაში, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი ამბავი ახალბედა მშობლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველად დავიჭერთ ხოლმე შვილს ხელში განსაკუთრებული ხილვა იწყება ხოლმე სწორედ ამ დროს, იმიტომ რომ ვერ ხვდებით ხოლმე როგორ დავამყაროთ ის რაღაცნაირი დედობრივი კავშირი შვილთან, რა უნდა ვიცოდეთ, რა არ უნდა შეგვეშალოს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა ვიკითხოთ, რომ ვისწავლოთ, ხო? და ამ დროს იწყება ხოლმე რაღაცნაირი გაურკვეველი მდგომარეობები ხოლმე და სწორედ თქვენ ემსახურებით აი ამ პრობლემის მოგვარებას, ხო, როგორც ვიცი. პირველ რიგში ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი არის ჩვენთვის მშობლებისთვისაც და ასევე ბავშვებისთვისაც დაბადებიდან 6 წლამდე ასაკი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, განვითარების ეს წლები ისეთი პროცესი არის, რომელიც აი მთელი ცხოვრების განმავლობას შეიძლება ითქვას, რომ განსაზღვრავს, ხო? რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში აი დაბადებიდან 6 წლამდე და რატომ მიიჩნევა, რომ ეს ასაკი არის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ასაკი? მოგესალმებით პირველ რიგში, მესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დაბადებიდან 6 წლამდე იმიტომ არის გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ასაკი, რომ ფაქტობრივად რო წარმოვიდგინოთ 5, რომელიც შეგვიძლია რომ შევავსოთ და მივცეთ მრავალფეროვანი გამოცდილება. ანუ ბავშვი არის საკმაოდ დიდი რესურსების მატარებელი, რომელიც ჩვენ სწორად უნდა გამოვიყენოთ, სწორად უნდა განსაზღვროთ და მიმართულებად შესაბამისად სწორი უნდა მივცეთ. ამიტომ დაბადებიდანვე ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბავშვთან სწორი კომუნიკაციით და ძალისხმევით ის რესურსები, რაც მას გააჩნია, გამოვიყენოთ, რომ შემდეგ უკვე ცხოვრების ზრდასრულ ასაკში გამოადგეს და სწორად წაიყვანოს თვითონაც თავისი ცხოვრება. ამიტომ ვფიქრობ, რომ კი, ნამდვილად გეთანხმებით, ეს გარდამტეხი მომენტი არის სწორედ 0-დან 6 წლამდე პერიოდი. კი ბატონო, როდესაც თქვით, რომ აუცილებელია სწორი კომუნიკაცია ბავშვთან, რა იგულისხმება სწორ კომუნიკაციაში? აი სულ 0-დან რო დავიწყოთ, 0-დან 12 თვემდე პერიოდში, როდესაც ბავშვი ითხოვს შეხებას, იმიტომ რომ ეს არის მისთვის ყველაზე უსაფრთხო რამ დედის მხრიდან და ზოგადად მშობლების მხრიდან. აქედან დავიწყოთ, ეს არის მისთვის უსაფრთხოების შეგრძნება, აქედანვე იწყება ეს კომუნიკაცია სწორედ და მერე უკვე რომ მივყვეთ თვითონ ამ პერიოდებს წლები რო დავყოთ, ხო, 0-დან 12 თვემდე, შემდეგ წლიდან 3 წლამდე, იმიტომ რომ ყველა მასაკს აქვს თავისი პერიოდი, რომელსაც ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ. ხო, აი სწორედ ეს მაინტერესებს ახლა, ბავშვი დაბადების დღიდანვე განვითარების გარკვეულ პერიოდებს გადის და ეს პერიოდები არის ასაკობრივი, ხო? აი რო დავიწყოთ, თავდაპირველად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის ითხოვს ჩვენგან უბრალოდ შეხებას. აი მივყვეთ ამ განვითარების ეტაპებს, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყველაზე მეტად ყურადღება და რაზე უნდა გაამახვილოს. კი ბატონო, მოგახსენებთ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. რომ დავიწყოთ სულ თავიდან, დაბადებიდანვე, ისე როგორც უკვე აღნიშნეთ, ნახეთ, ბავშვი მოდის სამყაროში, სადაც ჯერ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის მისთვის უსაფრთხო, ვის შეიძლება ენდოს. ან საერთოდ რატომ მოვიდა ამ სამყაროში და სად არის საერთოდ ვერ ხვდება, გესმით? ამიტომ ამ შემთხვევაში მშობლის მხრიდან უსაფრთხოების და ნდობის ჩამოყალიბება არის გარდამტეხი ბავშვისთვის. როგორ უნდა ჩამოაყალიბოს მშობელმა, უშუალოდ გამოცდილებიდან რომ გესაუბროთ ახლა მე, როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ეს ყველაფერი მშობელმა. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ტაქტილური შეხებები. ბავშვი უნდა გრძნობდეს მუდმივად დედის კანთან შეხებას, დედის, მამის, ახლობელი ადამიანების მხრიდან, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გრძნობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის
ხედველობითი კონტაქტი. როგორც ვიცით, ბავშვი დაბადებიდანვე ხედავს, მაგრამ ხედავს 20-30 სანტიმეტრის მანძილზე მხოლოდ. უკვე დღეებთან ერთად ეს ხედვა მკვეთრდება და ამ შემთხვევაში მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ხედველობის განვითარებას და როგორ. გამოიყენოს კონტრასტული ფერის სათამაშოები, მაგალითად, დაამყაროს ძალიან ხშირად მასთან თვალით კონტაქტი. ეს უკვე ხელს უწყობს ბავშვი უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებას და სასაკვირველია ხედველობას ვითარდება. გარდა ამისა, უნდა განვითაროთ სმენა. როგორ უნდა განვითაროთ ახლა ბავშვს სმენა? როგორც ვიცით, ჯერ კიდევ ბავშვს მზადყოფნის პერიოდში ესმის, ეს არაერთი მეცნიერული დასკვნით დადასტურდა უკვე და დაბადების შემდეგ მშობელმა უნდა პასუხი გასცეს, უნდა აჰყვეს, თუნდაც უკვე ბავშვის ღუღულს, მის პირველ ბგერებს, უნდა დაამყაროს კომუნიკაცია მასთან, რომ ბავშვმა იქნოს, რომ მას მშობელიც ესაუბრება. მშვენიერი. ანუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბავშვს უვითარდება სხვადასხვა უნარები, ხო? აი გარდა იმისა, რომ მაგალითად ჩამოუყალიბდა უკვე სრული მხედველობა, სმენა, შემდეგ რა ეტაპებს გადის უკვე? პირველიდან 3 წლამდე ამ პერიოდიდან რომ დავიწყოთ, ამ პერიოდში ბავშვი უკვე იწყებს დამოუკიდებლობის ნიშნების გამოვლენას, სადაც უკვე საზღვრებიც უნდა გავითვალისწინოთ ამ ბავშვის, როდესაც რაღაცის გაკეთება არ უნდა. მშობელს უწესებს უკვე, ხო? ხო, კი. ეს ძალიან ესეთი სახალისო მომენტიც კი არის, როდესაც ბავშვი ცდილობს საკუთარი ინდივიდუალობის წინაპლანზე გამოჩენას და ამაში ხელის შეწყობა არის ძალიან კარგი. თუნდაც პატარ-პატარა არჩევანის მიცემის საშუალება, როდესაც აქვს ბავშვს, ხო, თქვენთვის პატარა ხრიკიც რო ავიღოთ, დაუშვათ ყოველ დილას ბაღში წასვლის წინ, ჩვენთვისვე უკვე რაც არის პრიორიტეტული, დაუშვათ 2 ტანსაცმელი, ამ 2 ტანსაცმლის შორის არჩევანს რო ვაძლევთ, მაგალითად, დღეს წითელ მაისურს ჩაიცვამ თუ ლურჯ მაისურს ჩაიცვამ. ესეთი პატარ-პატარა წახალისებები აძლევს ბავშვს იმის თვითრწმენას პირველ რიგში, თავდაჯერებულობას და რომ მისი აზრიც მნიშვნელოვანია რაღაც გარკვეულ საკითხებში. კი, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მივიღოთ თუ მაგალითად აი არ დაუჭერთ მსგავს რაღაცეებში მხარს? საკუთარი თავის მნიშვნელობას კარგავს შემდეგ უკვე ბავშვი და ეს ძალიან ხშირად აისახება უკვე ზრდასრულ ასაკშიც კი, როდესაც ყველაზე ანუ მისთვისვე პრიორიტეტული ადამიანი, როდესაც არცემს მის აზრს, პატივს, არ ითვალისწინებს მის რაღაც სურვილებს, მერე ზრდასრულ ასაკშიც კი გადადის ეს, რომ არავისთვის არ არის მისი აზრი მნიშვნელოვანი და არავისთვის არ არის მისი სურვილები მნიშვნელოვანი. ამიტომ იმ ფუნდამენტს, რა ფუნდამენტსაც ჩვენ ვაძლევთ ზუსტად 0 წლიდან 6 წლამდე, შემდეგ ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს მომავალშიც. ეს ზრდასრულ ასაკში განსაზღვრავს. რა ასაკში იწყებს ბავშვი უკვე თამაშს და რამდენად მნიშვნელოვანია ამ თამაში მშობლის ჩართულობა და ზოგადად რას ნიშნავს თამაში ბავშვისთვის? თამაშს ბავშვი იწყებს დაბადებისთანავე. თუნდაც მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, უკვე ჩვილობის პერიოდში თუნდაც ერთი თვის არის და ბავშვი უკვე ხელს იწვდენს რაღაც სათამაშოსკენ, რაღაცა მკვეთრი ფერის სათამაშოსკენ, ან კიდევ მაგალითად ბურთის გაგორებას ცდილობს უკვე 2-3 თვის ასაკის პატარა, ხო? აი ეს თამაში არის მისთვის, მაგრამ რეალურად ამ დროს ვითარდება ძალიან ბევრი უნარი. მაგალითად კოორდინაცია, ბალანსი, ამ ყველაფერს მშობელმა უნდა შეუწყოს, ხელი ესაკვირველია. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ძალიან ბევრ მშობელს შეიძლება არ ქონდეს საშუალება და დრო რომ ბავშვთან ესეთ თამაშები სახლში გააკეთოს, თუმცა კი ინტერნეტში უამრავი მასალა და ვიდეო გაკვეთილები არსებობს ამის, ამიტომ ძალიან კარგი გამოსავალი და კარგი შეთავაზება არის ჩვენი მხრიდან, რომ გვაქვს ესეთი შესაძლებლობა, სადაც ნახეთ ბავშვები არა მხოლოდ თამაშობენ, ივითარებენ ამ სხვადასხვა უნარს, არამედ მშობლებიც სწავლობენ ამ დროს და მშობლები ერთმანეთთან კომუნიკაციის გზით ერთთან გამოსლებს უზიარებენ ერთმანეთს. თქვათ რომელ ბავშვს როგორი თამაში მოსწონს, რა არის მათთვის პრიორიტეტული. თუნდაც კიდევ რომ ამავიღოთ მაგალითისთვის მუცელზე წოლის თამაში, ესეთ თამი თაიმ არსებობს. ამ დროს მშობელს რომელიც შეუძლია გააკეთებინოს სახლში, თან თუნდაც გაკვეთილებზე, ამ დროს ნახეთ ბავშვი უკვე როცა ცდილობს მუცელიდან გადაბრუნებას, ივითარებს და აძლიერებს მის ზურგის და კისრის კუნთებს. ანუ თითოეული ეს თამაში, რომელიც ჩვილობიდანვე იწყება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ უკვე შემდეგ ეტაპზე მათი ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის. კი ბატონო, ჩვენ ვისაუბრეთ დაბადებიდან 1 წლამდე, 1 წლიდან 3 წლამდე განვითარების ეტაპებზე. მაინტერესებს აი 3 წლიდან 6 წლამდე განვითარების რა ეტაპებს გადის ბავშვი?
3 წლიდან 6 წლამდე ეს არის ცნობის მოყვარეობის პიკი, ესე ვთქვათ, ძალიან ხშირად თუ დაკვირვებულ ხართ ამ დროს, ამ პერიოდში ძალიან ხშირად სვამენ კითხვას რატომ, ხო, რატო არის ცაცისფერი, რატო არის ბალახი მწვანე და ასე შემდეგ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ბავშვი ამ ცნობის მოყვარეობის მხრივ. ხო, დაუშვათ თუ კითხვას დასვამს, თუნდაც ელემენტარული რატო არის ეს ბალახი მწვანე, თავიდან არ ავიცილოთ ეს კითხვები და შევეცადოთ, რომ თავისი აზრიც მოусმინოთ, ვკითხოთ, აბა შენ როგორ ფიქრობ და ჩვენს ენაზე, მარტივ და გასაგებ ენაზე ბავშვს ეს ცნობის მოყვარეობა წაუხალისოთ და დაუკმაყოფილოთ. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა პატარაობიდანვე რომ თქვენ ამაზე გულგრილად პასუხობთ და არ აკმაყოფილებთ ამ სურვილებს, მერე თანდათან ეს ინდივიდუალურია რა თქმა უნდა, მაგრამ რაც უფრო პატარა ასაკიდანვე ამას წაახალისებთ და მისცემთ საშუალებას ამ განვითარების, უკეთესი იქნება. შემდეგ უკვე აკადემიური თვალსაზრისითაც, რომელიც უკვე სკოლაში გამოადგება რა თქმა უნდა. როგორც ახსენეთ, ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ ხოლმე ბავშვებს და ჩვენ შეძლების დაგვარად მშობლებმა უნდა ვეცადოთ, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, მაგრამ იმ შემთხვევაში მაგალითად თუ ავირიდებთ ხოლმე ამ კითხვებს, აი ხანდახან ისეთ კითხვებს ვამენ, რომ აი უცბად არ გვაქვს ხოლმე პასუხი და არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ეს ყურადღების არ მიქცევა ერთის მხრივ შეიძლება ჩვენთვის ჩაითვალოს როგორც თვითონ არაფერი და ამაზე ბავშვი ყურადღებას არ გამახვილებს, მაგრამ აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად ყველაფერს ამჩნევენ ბავშვები. აი ამ შემთხვევაში როგორ გრძნობს ბავშვი თავს, როდესაც მშობელი არ პასუხობს კითხვას და უგნორებს ასე რომ ვთქვათ. ხო, მშობელი ბავშვისთვის არის ავტორიტეტი, მშობელი ბავშვისთვის არის ადამიანი, რომლის ნათქვამსაც ნებისმიერ ნათქვამს დაიჯერებს. რაც არ უნდა უთხრა, ანუ კარგ სეტყვი დაიჯერებს, ცუდ სეტყვი დაიჯერებს, ეს თავისთავად საკუთარი თავის სიყვარულსაც აისახება და ყველა სხვა დანარჩენ სფეროშიც. თუ ჩვენ რაღაცა კითხვაზე არ ვიცით პასუხი, ეს შეიძლება ჩვენ ვაღიაროთ ბავშვთან და ვთქვათ, რომ უი, რა საინტერესო კითხვა დავსვი, მოდი სახლში რომ მივოთ, თუ დავუშვათ გარეთ ხართ, არ აქვს მნიშვნელობა რა კონკრეტულ ადგილას იმყოფებით, შეგიძლიათ რომ უთხრათ, რომ უი, რა საინტერესოა, აი სახლში რომ მივოთ, შეგვიძლია ერთად მოვნახოთ ამაზე ინფორმაცია, მოვიძიოთ და წავიკითხოთ ენციკლოპედია, რაღაცა ვიდეოს ვუყუროთ ერთად და ამაზე გავიგოთ. ანუ არის ისეთი საშუალებები მარტივი, როდესაც მართლა შეგვიძლია რაღაცაზე კითხვა, რაღაცაზე პასუხი უბრალოდ შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ ამ მარტივი ხერხებით და მარტივი გზებით რო ვაღიაროთ, რომ მართლა არ ვიცით, ეხლა იმ მომენტში შეიძლება ესეთი კითხვა დასვას ბავშვმა, რომ ჩვენც დავფიქრდეთ და გაგვიკვირდეს, უი, აქამდე რატო არ მქონდა ეს კითხვა. მაგრამ ჩვეულებრივად ერთად რაღაცის აღმოჩენა ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლის და ბავშვის ურთიერთობის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია რომ მშობელი არ ყავდეს რაღაცაერი მონუმენტი, რომელმაც ყველაფერი იცის თან, იმიტომ რომ მე ყოველთვის აქვს სწრაფვა იმისი უძლეველობისადმი და ყოველთვის იქნება მეორე ნომერი. შვილის ჯობდეს მამასა ვერ იქნება, იმიტომ რომ იქნება ეს გაღმერთებული მშობელი და შენ იქნები არასრულყოფილი. და რეალურად ყველაფერი არ ვიცი. ხო და ზოგი მშობელი მასე იქცევა კიდე სამწუხაროდ დღემდე, როდესაც შენ მე ვარ რაც ვარ და შენ ჯერ არაფერი არ ხარ. ეს გონია რომ სრულწლოვანებამდე გრძელდება, მაგრამ სინამდვილეში მე ისე ტენდენცია აქვს, რომ მთელი ცხოვრება გრძელდება. ხო, ავტორიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ იქ ყოველთვის მართალია და საოცარი კითხვები აქვს, მინდა აღვნიშნო. ხან მეც დავფიქრებულ ვარ, რომ აი ჩვენს ბავშვობაში კიდე სხვა კითხვებს ვსვამდით და ეს თაობა კიდე სხვა კითხვებს ვსვამს და ესე იგი სწორად ვიქცევი ხანდახან გაჩვენს. გაცემულია ყველა თაობა. ვიყენებ კომენტ რომ არ მომხდარა ყველაფერზე პასუხი რა თქმა უნდა. დავამატებდი, რომ ბავშვი ძალიან სრულფასოვნად გრძნობს თავს, როცა მშობელიც მასთან ერთად სწავლობს და ანუ მისთვის ძალიან პრიორიტეტულია ეს ბავშვისთვის, რომ აი ნახე, ერთად ვსწავლობთ რაღაცას და უკვე სრულფასოვნობის განცდა უჩნდება. კი ბატონო, პროცესიც სასიამოვნო არის როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. როდესაც ბავშვი უკვე იწყებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და სწავლობს ურთიერთობებს ადამიანებთან და ასე შემდეგ. აი ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და რა როლს ასრულებს ემოციურ განვითარებაში მშობელი? გამომდინარე იქიდან როგორც ვახსენე, ბავშვის რესურსები, რომელიც სწორედ უნდა იყოს გამოყენებული და ბავშვები ძალიან კარგი იმიტატორებიც არიან ამ კუთხით, ხო? რა მაგალითად აძლევს მშობელი ბავშვს ურთიერთობის მხრივ, ისიც იმავე ქცევას გადმოიღებს თანატოლებისგანაც, რა თქმა უნდა და მშობლისგან პირველ რიგში. ამიტომ სწორი იქნება თუ საზღვრების დაცვასაც ვასწავლით, არასთქმას, ხო, რიგის დაცვას, ეს ყველაფერი შეიძლება სახლის პირობებშიც მოხდეს. ხო, რაღაცების გახმოვანება, თუნდაც ემოციების გახმოვანება პირველ რიგში, როგორც გძნობს ბავშვი თავს, ხო, დაუშვათ თუ სათამაშო მოყვიდეთ და ძალიან გაუხართ.
და ეს ემოციაც, ეს მომენტი სიხარულის დავიჭიროთ და გავუხმოვანოთ, რომ აი როგორ გიხარია, როგორი ბედნიერი ხარ და ილაპარაკოს თავის ემოციებზე ბავშვმა, რომ შემდეგ უკვე გაუმარტივდეს ემოციური თვითრეგულაცია, როდესაც მოხდება აბსოლუტურად ახალ გარემოში, რასაც ქვია სკოლა. კი ბატონო, აი სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო, როდესაც სკოლის ასაკს აღწევენ ბავშვები გარკვეული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. აი სკოლის ასაკისთვის როგორ უნდა მოვემზადოთ თუნდაც ემოციური კავშირი ჩვენ შვილთან და არა მხოლოდ გარემო, სადაც შემდგომ უწევთ ადაპტირება ბავშვებს. როგორც უკვე ვახსენეთ, და მარიამაც აღნიშნა, განვითარების ყველა ეტაპზე აუცილებელი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლის ჩართულობა. ასევე წინასასკოლო პერიოდი, განსაკუთრებით წინასასკოლო პერიოდი, რასაკვირველი არ გულისხმობს მხოლოდ ბავშვის მხოლოდ აკადემიურ მზაობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს განვითარებული ქონდეს ამ ასაკისთვის დამოუკიდებლობის განცდა, დამოუკიდებლობა და ასევე სოციალური უნარები. როგორ უნდა განვითარდეს ახლა მშობელმა ბავშვს დამოუკიდებლობა? მივცეთ არჩევანი თუნდაც შეცდომების დაშვების ფონზე თვითონვე გადაწყვეტოს გარკვეული საკითხები. ამ შეცდომებზე ხო თავადვე ისწავლის შემდეგ, ხო? ასევე სოციალური უნარების განვითარებაში იგულისხმება ის, რომ ესაკურებელია ბავშვი სკოლამდელ პერიოდში უნდა დაკავებული იყოს სხვადასხვა წრეებით, სხვადასხვა სტუდიებით, თუნდაც მშობელთან ერთად იყოს ეს გაკვეთილები, ეს ისევ და ისევ მუშაობს ბავშვის თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაზე და ჯგუფში, სადაც ბავშვებს უკვე ინტერაქცია აქვს, ბავშვს ინტერაქცია აქვს სხვადასხვა ასაკობრივ პატარასთან ან მშობლებიც არიან დასრულებიც, ხო? ეს უვითარებს უსაფრთხოების განცდას და სოციალური უნარები უკვე უვითარდება სკოლამდელ პერიოდში. რაც შეეხება უკვე სკოლის შემდგომ პერიოდში, ჩვენ ფსიქოლოგი დამატებს. ანუ მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე, ბარემ თან გააგზავნეთ რაც გადმოგაბარეს სიტყვა, რომ სკოლა უფრო სოციალიზაციაა ვიდრე ინფორმაცია, იმიტომ რომ ინფორმაცია პრინციპში სახლშიც წარმატებულად უსწავლია ბევრ სკოლაში, ხო, სახლიდან 11 კლასი დაუმთავრებია, მაგრამ სახლში სამაგიეროდ სოციალიზაციას ვერ მიიღებ, იმიტომ რომ ეხლა მთელი სკოლა შენთან სტუმრად ვერ ივლის ყოველდღე იმის გამო, რომ შენ სახლში სწავლობ. ხო, ну ამისთვის არსებობს ასევე ბაღიც, ხო? რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. კი, ბატონო. და ზუსტად ამას ვიძახი, რომ რაც უფრო სწორ და მყარ ფუნდამენტს მივაწოდებთ ბავშვს თავიდანვე, სკოლა მისთვის იმდენად სტრესული აღარ იქნება. ისედაც სტრესია, რაღაც ახალ გარემოში მიდიხარ, სადაც გტოვებენ, ახალ ინფორმაციას გთხოვენ, რაღაცის დასწავლას გთხოვენ, ისეთი რაღაცების სწავლას თან ჯერ რომ შეხება არ გქონია, ეს თავისთავად სტრესია, მაგრამ იქამდე, როდესაც ჩვენ უკვე მივეცით ბავშვს მყარი ფუნდამენტი და იქამდე სანამ მივედით, ანუ სკოლამდე სანამ მივედით, ბავშვთან ემოციურადაც ვიმუშავეთ, ხო, იმ გარემოში, სოციალურ გარემოშიც ამაზეც ვიმუშავეთ, ბავშვს უფრო მეტად უმარტივდება. იქ უკვე სხვა ეტაპი იწყება. იქ იწყება თვითდამკვიდრება უფრო მეტად, ხო, ვიდრე ბაღში. კი, 3 წლიდანაც იწყება ეს პროცესი, თუმცა იქ უკვე სხვა დაბრკოლებებს ხვდებით სკოლაში, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და არ უნდა შევშინდეთ, იმიტომ რომ ბუნებრივი პროცესია, მაინც ყველა აწყდება იმ სირთულეებს, რასაც სკოლაში ზოგადად აწყდებიან ხოლმე, თუნდაც ურთიერთობების მხრივ, აკადემიურ მხარეს რო თავი დავანებებ. კი ბატონო, ესე იგი როგორც აღმოჩნდა და ეს ფაქტი არის და ასეც არის, ბავშვის დაბადების დღიდან, უბრალოდ აი მუცლად ყოფნიდან უკვე ჩვენ ხდებით მშობლები, ხო? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ანუ აბსოლუტურად მის ყოველ განვითარებაზე, ყოველ ქცევაზე, აზროვნებაზე, ანუ აბსოლუტურად ყველაფერზე ვართ პასუხისმგებლები ჩვენ. თქვენი პროგრამა მოიცავს თუ არა, მანამ სანამ აი ჩვენს პატარას ხელში დავიჭერთ, გქონდეს უკვე მზაობა, რომ ამ ყველაფერს გავართვათ შემდეგ თავი. ჩვენი პროგრამა მოიცავს დაბადებიდან, ანუ 0 თვიდან, შვილობიდან მშობლის და ბავშვის გაკვეთილებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, განვითარება იწყება უკვე პრეანატალური პერიოდიდან, უკვე 24 კვირიდან, როცა ბავშვი გრძნობს. სმენითი გრძნობები განვითარებული აქვს და ეს უკვე დამტკიცებული არის მეცნიერების მიერ, მაგრამ ანუ როცა უკვე ბავშვი იბადება, ნეირომეცნიერების ინფორმაციით 1000 ტრილიონამდე ნეირონული კავშირები ყალიბდება მის ტვინში, რომელსაც შემდეგ სჭირდება სტიმულაცია, რომ განვითარდეს სწორად. ამ სტიმულაციაში კი მშობელი უნდა იყოს ჩართული აუცილებლად. უკვე დაბადებიდანვე შეუძლიათ მშობლებს შემოუერთდნენ ამ პროგრამას, რომ ისწავლონ, როგორ განავითარონ ზუსტად ეს ნეირონული კავშირები სწორად, რომ ბავშვს მისი ასაკის შესაძლებელად მაგალითად რომ
0-დან 3 თვემდე ბავშვმა უკვე უნდა ისწავლოს თავის დაჭერა მაგალითად. შემდეგ უკვე 4-დან 6 თვემდე უკვე გადაბრუნება უნდა ისწავლოს მუცლიდან და როგორ უნდა შეუწყოს. თეორიულად ხდება ამ ყველაფრის სწავლება თუ პრაქტიკაში? პრაქტიკაში შესაძლებელი არის თამაშები, ძალიან საინტერესო და მავლისმომცემი თამაშები არის, რომლებსაც მშობლები ბავშვებთან ერთად აკეთებენ და ამ დროს მშობელი სწავლობს და ბავშვი კი ვითარდება. მშვენიერი სწავლება რა პერიოდს მოიცავს? 1 საათიანი პროგრამა არის და ბოლო 15 წუთი ამ 1 საათიანი პროგრამის გარდა თამაშების და ეთმობა მშობლების გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ძალიან საინტერესო მონაკვეთი არის ხოლმე, როგორც შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, გაკვეთილის. მშობლები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, საუბრობენ სხვა, ვთქვათ, პრობლემა იქნება თუ შეკითხვა იქნება ეს და ატარებენ ხარისხიან დროს მათ პატარებთან ერთად. მშვენიერი. ახლა გულწრფელად რომ მითხრათ, ვინ არის უფრო თქვენი ხშირი სტუმარი? დედები თუ მამები თუ ორივე ერთად? ძირითადად დედები, მაგრამ არიან ხოლმე, როცა ოჯახით მოდიან ორივე მშობელი საყურებელია. ანუ დღემდე სიხარულს იწევს ეგ პრობლემაა. ნუ ჩვეულებრივ რაღაც რო იყოს პრობლემა არ იქნებოდა იტყოდეთ რომ ნუ რა ვიცი, სვაგვირდებით უკვე ჩვეულებრივ. იცი რა, შეიძლება ითქვას რომ აი ალბათ მოიტანს დრო ამასაც. კი ბატონო, ხო, განსაკუთრებით აი ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად არიან მამებიც ჩართულები და იმედი მაქვს რომ უფრო გააქტიურდებიან და უფრო გააქტიურდებიან. მსგავსი პროგრამები კიდე ფიქრობ რომ ხელს უწყობს, იმიტომ რომ აი მშობლების ჩართულობა და არა მხოლოდ დედის ჩართულობა ჟღერს ყოველთვის და ეს არის მოთხოვნა ხოლმე და შესაბამისად მალე ეს უკვე სასიხარულო კი აღარ იქნება, ანუ ვიტყვით რომ რა თქმა უნდა ორივე მშობელია ჩართული ამ ყველაფერში. მადლობა უღრმესი. მაინტერესებს კიდევ როგორ შეიძლება რომ მშობელმა და როგორ დარეგისტრირდეს, როგორ მოგაკითხოთ საკონტაქტო მისავართი ნომერი, რო გითხრათ? ჩვენს ნებისმიერ ოფიციალურ ვებგვერდით ალბათ. ოფიციალურ ვებგვერდით, რა თქმა უნდა, გვაქვს ასევე ნებისმიერ სოციალურ ქსელში, როგორც არის Instagram-ი, Facebook-ი, შეუძლიათ დაგვეკონტაქტოთ და ჩაეწერენ ჩვენს სტუდიურ ეკოთილებზე სიამოვნებით უმასპინძლებთ და გაატარებენ თავიანთ პატარას და ხარისხიან დროს. მშვენიერი, ესე იგი, ახალბედა დედებს, მშობლებს უпроსტად გირჩევთ, რომ არ დაკარგოთ დრო, როგორც კი თქვენს პატარას აიყვანთ, ხელში შეგიძლიათ რომ უკვე ესტუმროთ და გაიგოთ უფრო მეტი თუ როგორ დაამყაროთ კავშირი თქვენს შვილთან, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა არის მნიშვნელოვანი, რა არ უნდა გამოგრჩათ. უღრმესი მადლობა, ჩემი სტუმარი იყო ელმოს კლუბის წამყვანი პედაგოგი და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი ნონა მუნჯიშვილი და ფსიქოლოგი და ასევე ქცევის თერაპევტი მარიამ თევზაძე. მადლობა. აი ასეთი ამბები, საინტერესო, სხვათა შორის ახლა ვლაპარაკობდით ბავშვებზე 6 წლამდე და მე მშობლებზე პარალელურად და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაცნაირად გადაბმული ამბავი. ახლა კი ბავშვები 6 წლის ზედა. აბა, ნახო. ყოველ ჩვენ გასქონია ალბათ დარწმუნებული ვარ, ახლა კადრს მიღმა ვინც არის, არა მარტო ჩვენი თანამშრომლები, არამედ მაყურებელსაც გულისხმობ, ყოველ ჩვენ გასქონია ეგეთი განცდა. იქ არა დღესაც, როდესაც მუშაობ, მაშინაც გვაქვს ხანდახან რომ არ გვინდა რაღაცას მომზადება რა, ანუ საიდან მოდის ეს გზობა, ეხა ამის დროც არ გვაქვს ხოლმე რომ დავფიქრდეთ დიდხანს და ვთქვათ რომ იცი რა მე რო გუშინ საღამოს მიკამათე და მე რაღაცა ყარასწორი ყავადავლია, ნაკლები შაქრით და რაღაცა, ნუ რაღაც მოკლედ თელი ჯაჭვი მიზეზების, რომელსაც მომიყვანა იქამდე რომ რაღაცის სურვილი არ მაქვს. ანუ რაღაც ემოცია მეუფლება, რომელიც თითქოს და მიზეზი არის უბრალოდ აი ცუდ ხასიათზე ვარ, რატო ხარ ცუდ ხასიათზე, ამას ახსნა აქ. მაგრამ ასე შორს არ მიდივარ და ბავშვები მით უმეტეს რომლებიც ჯერ რეპეტიციობენ ცხოვრებას, რომლებიც მშობლებიდან აი როგორც გესმოდა ხო, მშობლებიდან სწავლობენ ყველა იმას, სხვადასხვა არასწორ ემოციების გამოხატვასაც მშობლიდან სწავლობს ხო, როდესაც მშობელი ხშირად ეუბნება, ერთი მაცალეთი შენ თავიანთ დავიღალე, ბავშვი სწავლობს რომ დაუშვათ იცის რომ როდესაც ის გაღიზიანებული ან რაღაც ნაწყენია და მშობელთან მიდის, უკვე საკუთარ თავს ჩანაწერი აქვს ეგეთი მშობლის ხმით. კი ბატონო. არა, ახლა ჩემთვის ამათ არ ძალიან კაცს წავედი ერთ ჩემი საქმე გავაკეთო.
და მე რჩება ამ დონეზე მე რა თქმა უნდა გამოიხატება სხვადასხვა ხო არა სასიამოვნო მომენტია ძალიან და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ჩვენი შვილები არიან და უნდა მოვუსმინოთ გადავდოთ 5-10 წუთით ის საქმე არაფერი არ და უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე რომ მე როდესაც რაღაცის სურვილი არ გვაქვს ჩვენ ამაზე პასუხიც არ გვაქვს რატო არ გვაქვს რაღაცის სურვილი და კარგი რაღაცეები ხო არ გვამახსოვრდება ხოლმე ამ შემთხვევაში ხო ცუდად როდესაც ბავშვი კარგად იქცევა არ ვზივართ ახლა რაღაც გადაცემებში და არ ვიძახით რატომ იქცევა ბავშვი კარგად აბა გამოვიკვლიოთ ერთი ბავშვი რატო იქცევა კარგად არა გვამახსოვრდება ხო მისი დამაზიანებელი რაღაც ქცევები დიდებზეც იგივეა ამიტომაც მე მივიდიოდი იქამდე რომ ზოგი არ სწავლობს, ზოგი ვერ სწავლობს, ზოგი რაღაცა და მე გვესვის სერიოზული სახეები თუდაც წამყვანები გამოდიან სპეციალისტები იძახიან რომ აუ ეხა ამას დუ რაღაცები დუდღუნი გესის, მაგრამ ეს თეორია იმ ბავშვამდე არ მიდის პირდაპირ, რომ ბავშვმა არის სამდენი ბავშვი ჩამეხუტე მაკოცე და მე რა როგორ ესმის ჩვენიო ხო, ნუ ეს კარგად მოეზარეთ უბრალოდ ესეც ხარ გამოგვიდეს რომ ჩვენ კარგად გვესვის. გვესვის, ცდილობთ რომ გავიგოთ მართლა როგორ ჩვენ პირველას თუ რომ აღნიშნო რომ მართლა ვცდილობთ ერთად ვისწავლოთ და რაც უფრო ხშირად ვისწავლით ერთად, მით უფრო მივალთ რაღაც საერთო ასე ვთქვათ მანიშნებლამდე. რატო ვილაპარაკეთ ამდენი ხა ისე რომ გავგვიდეს რაღაცნაირი ერთ-ერთი აქტიური მამა ხარ, რომელიც აი ამ ხალხშია ეს არის დღე რომ არა საშინაო დავალებას ასე. და კაცეთე გამამი მოკლედ, იმიტომ მნიშვნელოვანია ახლა სპეციალისტს ვკითხოთ, როგორი მიდგომებია დღეს დასწავლის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიც ყავდა და სწავლაც დასწავლა როგორ უნდა ვისწავლოთ სწორად რა მიდგომებია როგორ უნდა შევაყაროთ ადამიანს მის ინდივიდუალურ დონეზე ისე რომ მერე პრობლემები არ გაუჩნდეს და უბრალოდ ხელი არ აიქნიოს რაღაცას და არ თქოს უარი და უნდა გქონდეთ თუ არა საშინაო დავალება საერთოდ უნდა გქონდეთ თუ არა კი ბატონო აბსოლუტურად არდადეგებზე განსაკუთრებით 5 წიგნი კარგი გაბატონით ამთა კვარაცხელია ჩვენი სტუმარი მორძანთი თუ შეიძლება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მოგესალმები მოგესალმებით მორძანთით მადლობა მოწვევისთვის. მოგეთ ეს ამბავი ყველაფერი გვაინტერესებს რამდენად ჩავატევთ ახლა 15 წუთში არ ვიცი მაგრამ ყურადღებით გისმენდით მსჯელობას და მოყვებით მაგ მსჯელობაში მარტო გეთანხმებით. ოღონდ აი ესე ცალსახად ჩვენ სიტუაციაში ვთქვათ კი საშინაო დავალებას ან არა ასე ცალსახად ვერ გიპასუხებთ. მე მისმის თქვენი პრობლემა როგორც მშობლის და ვიცი ისიც რომ თქვენ ზოგიერთი იტანჯებით საშინაო დავალებების შესრულების მშობლები განსაკუთრებით ეს იყო მაშინ როდესაც აქტიურად ვაძლევდით მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს ახლა რო შემოქმედებიც ვეძახით მაგრამ მოდი გავითვალისწინოთ რა ტიპის სკოლებში გვყავს შვილები თუ სკოლა აძლევს მოსწავლის გაკვეთილების შემდეგ სრულფასოვანი დასვენების, კვების საშუალებას და იქვე აძლევს დროსაც შეასრულოს ის დავალებები, რომლებიც გაკვეთილზე აუხსნა მასწავლებელმა, თქვათ, გაიუმჯობესოს ის ცოდნა და უნარები, კი ბატონო. ძირითადად ეს კერძო სკოლებში ხდება. რა თქმა უნდა, ნახეთ, მაგრამ იმ ტიპის სკოლებში, რომელშიც ახლა მაგალითად მე ვასწავლის, კლასში მყავს 25-დან 29 მოსწავლე. მე ვერაფრით ვერ ვამეცადინებ მას და ვერ გავუმჯობესებ. რაცა უნდა გადაგიხადო. ასე უხეშად რო ვთქვა. ნახეთ, მე ვუხსნი მასალას, ვაჩვენებ რაღაცას, მაგრამ გავარჯიშება სჭირდება ამას ყველაფერს, განმტკიცება სჭირდება და ვერაფრით ვერ ვიტყვი უარს მე ამ საშინაო დავალებაზე. მას როგორ უნდა მოვიქცეთ საშინაო დავალება ჩვენს პირობებში ჩვენი ტიპის საჯარო სკოლებში ნამდვილად უნდა არსებობდეს ჩემი აზრი არის ეს ოღონდ საშინაო დავალების მოცულობას გააჩნია შინაარს გააჩნია და ამისთვის უამრავი მიდგომა გვაქვს ჩვენ მაგალითად მოგახსენებთ ნახეთ როგორი რთულია ჩვენი მასწავლებლის მუშაობა იმიტომ რომ კლასში მოგახსენეთ რომ 25-29 მოსწავლე მყავს თითო ინდივიდია ეს ბავშვი, ორი ერთნაირი ტიპის მსწავლელი კლასში შეიძლება არ მყავდეს. სხვადასხვა ტიპის მსწავლელები არიან, სხვადასხვა მზაობის, ცოდნისა და უნარების. მე უნდა შევთავაზო ასარჩევად დავალებები. ნახეთ. ეს რამხელა ძალიან. ამიტომ ჩემი სამუშაო მხოლოდ კვირაში 20 საათის ჩატარება კი არ არის, რასაც ვატარებ სკოლაში, არამედ დაგეგმვაში მიდის უზარმაზარი დრო და მუდმივად ჩართული ვარ ამ სკოლის საქმეებში, სკოლაშიც, ქუჩაშიც, კაფეშიც, შინ
და მასწავლებლები თუ თავს მოვიყრით მაშინაც რა ტიპის დავალება მივცე ვიღაცა ბექას არის აუდიალი და მოსმენით სწავლობს ვიღაცა არის ვიზუალი და ამას ვიზუალურად უნდა მივცე მასალა და ვიღაცა არის რომელსაც ეხერხება სწავლაკეთებით ეს ზოგადად სკოლის პროგრამაა თუ თქვენ გაქვთ ეს ინდივიდუალური ესეთი კრეატიული მიდგომა არა ეს არის ის რასაც ჩვენ პროფესიულ უნარებს ვეძახით ამიტომ საზოგადოება მასწავლებლის შრომას ჯაფას ზოგადად ნაკლებად იცნობს ძალიან იშვიათად ხდება ისე რომ მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში თელ კლას ერთი დავალება მივცე. დიახ. ვაძლევ სხვადასხვა ტიპის დავალებას. ვიღაცას კითხვებზე პასუხს, ვიღაცას ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემას, ვიღაცას პერსონაჟის დახასიათებას, ვიღაცას ჯგუფურ სამუშაოს, ვიღაცას ინდივიდუალურს. ეს რომ ყველაფერი სკოლაში გავაკეთო, ჩვენ გვჭირდება კლასში 10-15 მოსწავლე, ძალიან აღჭურვილი სკოლა ყველა ტიპის რესურსით და ამას სჭირდება მაღალი ხელფასი. და რომელიც შეიძლება რაც არ უნდა მაგიტო თქვი, რაც არ უნდა გადაგიხადონ ფიზიკურად შეიძლება ვერ მოერიოთ იმ საქმეს რომ 30 ადამიანი ყოველდღე მაგაში გეთახებით, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ იდეალური სიტუაცია. გაიყოფით იქვე რამდენიმე ადამიანი. მე სპეციალურად არა ვთქვი კიდევ რა სჭირდება ამას და რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეგონა რომ თქვენ მეტყოდით. ეს არის რა თქმა უნდა პროფესიონალი მასწავლებელი. თავისი საქმის მოყვარულიც, მცოდნეც, თავდადებულიც. მე თუ იმდენ ფულს გადამიხდია, რომ 9 საათიდან 5 საათამდე სკოლაში ვიყო ჩემს მოსწავლეებთან ერთად და უზრუნველყოფილი ვიყო მატერიალურად. ნახეთ და 3 გაკვეთილს, ანუ 4 გაკვეთილს ვატარებ, ყოველდღე 4 გაკვეთილს ვატარებ პირადად მე. ეს 4 გაკვეთილის მერე დავრჩები, ჩემს მოსწავლეებს დავეხმარები. ისინი იქნებიან უკვე გამოკვებილი, ცოტათი დასვენებულები, ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებს ერთად ჩავატარებ. ოღონდ მე იმდენი ხელფასი უნდა მქონდეს, რამდენიც აქვს პარლამენტარს, რატომაც არა. მეტიც მე რო ვკითხოთ, ანუ დღეში 120 ბავშვი დაახლოებით. 4 გაკვეთილი თუ დღეში. მე ახლა სკოლაში დავტოვე ზურგჩანთან რომლის ტარებითაც წელი მოწყვეტილი მაქვს მართალი რო გითხრათ მინიმუმ 50-70 ცალიროული დამაქვს. რატო გავაკეთეთ ისე აი აბსოლუტურად არ ეხება თებას და ჩემი შეკითხვა უბრალოდ როგორც შობლის წიგნების ზომები გავზარდეთ ამის ხარჯზე ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც წელი გაწყვეტილი აქვს ანუ ჩემს ბავშვობაში ხა არ ვიძახის ჭყალეში პაპკები რო ქონა, მოსაც კეცავდი და მართლა თითორეული დაქონა ზოგიერთ შემთხვევაში, ნუსხებს სამყვებოდი ხოლმე. თუ ამას მოესწარით თქვენ არ მეგონა, ეს მეგონა ჩემი თავის. ზოგჯერთ იყო ჩვეულებრივი, როდესაც იყო რაღაც ზომის წიგნები, საკმაოდ კომფორტული შრიფტი, იმიტომ რომ სწავლობთ ახლა არავინ არ დაბრუნებულ ვარ, შესაბამისად და ის 6 წიგნიც რომ მქონდა უკვე ცოტა მაღალ კლასებში, ახლა წელს არ ვკენდა და რა გახდა ეს როცა მე-3 და მე-4 კლასში უზარმაზარი ჩანდა რომლის ტარებაშიც მშობლები ეხმარებით დამეკუნდა არ ვიცი ვიღაცას მოვერევი ალბათ კლავჭეთში რატო გახდა ეს აუცილებლობა ამ ხელა ასოებით ბედნოთ ამ დროს ჩვენ წიგნები გავყავით მე ვასწავლე მე-5 კლასებს, მე-8 კლასებს და მე-12 კლასელებს. მე-12 კლასელები რო სკოლაში სასწავლო ნივთებს არ ატარებენ, ძალიან კარგად იცით ეგ. მე-8 წელი ვაწვალებ ზურგჩანთის თრევით. არა მხოლოდ ამიტომ, ეს სხვა თემის და სხვა შეხვედრის ეს სულ სხვა პრობლემა არის, მართალი გითხრათ. მე-5 და მე-8 კლასელები ატარებენ სკოლებში და ქართულში მაგალითად გაყოფილია. ცალკე არის ქართული ენის წიგნი, ცალკე ლიტერატურა ორ ნაწილად არის გაყოფილი. თვითონ წიგნი ქართულში მაგალითად არის დიდი ფორმატის არის, მაგრამ თხელი წიგნია. მაგრამ რამდენი რამე სჭირდებათ? 6-7 გაკვეთილი აქვს, 6-7 წიგნი. მინიმუმ 6-7 რვეული. კალამი, რაღაცა, აი ამიტომ ძიმდება. ჩანთა. ეს ყველაფერი ადგილზე კონდეს მოსწავლეს და მარტო რვეულები ატარო სიტყვაზე ვამბობ და მხოლოდ ფანქარი და კალამი. ანუ რიცხველი წიგნი უნდა კონდეს მაშინ, ხო? სკოლას უნდა კონდეს ყველა რესურსი. ელექტრონულიც, მატერიალურიც, ეს ყველაფერი იდეალურ სკოლაზე გეუბნებით. თორემ სანამ ეს არ გვაქვს იდეალური სკოლა, ასე მოუწევთ შვილებს ამის ტარება. სკოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი, ასე. როდის გვექნება იდეალური სკოლა თქვენი ასე? როცა განათლებაში დაიხარჯება ძალიან ბევრი ფული და როცა განათლებაში დასაქმებული ადამიანები იქნებიან დაფასებულები, არა მხოლოდ ხელფასით სხვათა შორის, არამედ სხვადასხვა სოციალური ხარდაჭერით
აი მაშინ გვექნება კარგი თუმცა სკოლა. ძალიან დიდი წისვლაც გვაქვს, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში რაც მახსენდება, ეხლა ჩემი შვილის თაობას რო უყურებ და აი ამ წიგნებს და ილუსტრაციას და თუნდაც ამ გაჯეტებს დიდი წისვლა გვაქვს და ხშირად მიფიქრია ხოლმე რომ აი ესეთი ილუსტრაციებით წიგნი რომ მქონდა, ესეთი ფერადი რო ყოფილიყო, ესეთი გაჯეტი, იქნებ უფრო მეტად კიდევ შემყარებოდა სწავლა და უფრო მეტი мотиваცია მქონოდა და კარგია ეს რომ ვითარდება და თქვენ რასაც ამბობთ რომ სამომავლოდ აი აქამდე მივიდეთ. ანუ დიდი კი არა უზარმაზარ შესვენებაში მოხდებოდა. საინტერესოა ეს ახალბატონო ხალხი, აი იდეალურად მოწყობილი და აღჭურვილი სკოლა გაზრდის თუ არა სწავლის ხარისხს. შეუმსუბუქებს მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს სამუშაოს და ის თაობა მოდის, რომელიც ახლა წიგნზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული. სამწუხაროდ წიგნს საერთოდ არ კითხულობენ, შეიძლება ესე თამამად ვთქვათ, მაგრამ სწავლა სხვა რესურსებითაც შეიძლება. წიგნი არ უნდა იყოს წესით ერთადერთი რესურსი, არც საშინაო დავალების შესრულებისას, უამრავი ელექტრონული რესურსი არსებობს, ისედაც გაჯეტებზე არიან დამოკიდებული. ეგეთ წიგნია, მოდით შევთანხმდეთ. რა თქმა უნდა, გონივრულად გამოყენებული, ოღონდ გონივრულად შერჩეული ელექტრონული რესურსი, გონივრულად გამოყენებული გაჯეტი და ასე შემდეგ. კი, იმიტომ რომ ქაღალდის წიგნი ახლა რეკლამა გამომდის ერთის მხრივ, თუმცა ჩემს ნივთს არ ვარ რეკლამით, ხო რა? აი, მთელი ჩემი ბიბლიოთეკა არის ტელეფონში. გეთახმებით, ყოველ დღის განმავლობაში რას აკეთებ ტელეფონში ბავშვი რო მკითხავს, ვაჩვენებ ასოებით ჩემს მხოლოდ ანუ ილუსტრაციებს გაშვენებ, ვკითხულობ. ესაც ჩემი კი თაროზე გაქვს ქაღალდი წიგნები, ასევე ძახი, მაგრამ ნუ 2004 წლიდან ქაღალდის წიგნი მაგ წაკითხული, ალბათ პროფესიული ლიტერატურა და რამდენიმე მხატვრული ისიც, რომელიც ციფრულად ვერ ვიპოვე. დანარჩენი გამოწერილი გვაქვს კი, ანუ მთელი სოფლიოს ბიბლიოთეკა მაგ აქვს. ხილად. მთელი სოფლიოს ბიბლიოთეკა და თუ მინდა მაინც და მაინც ვიდეოსაც ვუყურებ, თუ არა და აი ვკითხულობ, ჩემ ტელეფონი არის პირველ რიგში წიგნი ალბათ და დასარეკის საშუალება და მე უკვე სხვა დანარჩენი. აი ჩემთვის კიდე ფუცელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეგრე არის და ქაღალდზე დაბეჭდილს არა მაგის ეფექტით შეიძლება ელექტრონულად იყოს. არა, მაგას მეც სამწუხაროდ ამ ბოლო დროს იშვიათად ვკითხულობ, უფრო მეტად ელექტრონულად ვკითხულობ, იმიტომ რომ შემიძლია დავარეგულირო განათება, აი ეს გავადიდო შრიფტი ასე შემდეგ და ჩემთვის უფრო მოხერხებული. თუმცა არიან ადამიანები ჩვენ საზოგადოებაში, რომლებისთვისაც ეს დაბეჭდილი წიგნები შეუცვლელია. აი მაგალითად მე დიახ, სხვა შეგრძნება მაქვს ეს ხელში რომ მიცროს რომ ფურცლი მანამდე ახსენეთ მნიშვნელოვანი რაღაცა რომ ანუ სწავლის სწავლა მნიშვნელოვანია. ალბათ პირველ რიგში სწავლის სწავლაც როცა მოაგვარებ, მე თუ რაღაც ამოკითხვის უნარი გვაქვს, წერა-კითხვის, მე უკვე ადვილია. შეიძლება დიდი ფიზიკოსი არ გამოხვიდე, მაგრამ ფიზიკის საწყისები გაიგო, თუ იცი როგორი ისწავლო ფიზიკა. თუ ლიტერატურა როგორი იცი ისწავლო, არც ის თინათინი გაგიჭირდება, არც ის ინტერესი უნდა გქონდეს თან. ხო, და 29 ადამიანზეა ლაპარაკი ვიცით ის მხრივ, მაგრამ მეორე ხო როგორ შეიძლება იმ 29 ბავშვს და უშუალოდ სხვადასხვას, ხო? აი, სწავლის სწავლა ვასწავლო. ამას ჩვენ სენაზე მეტაკოგნიტური უნარები ქვია. და ეს მეტაკოგნიტური უნარები არის დაგეგმვა, თვალყურის დევნება, ანუ შემოწმება და ბოლოს შეფასება. ნახეთ, ამას მარტო მშობელი ვერ გააკეთებს ვერაფრით, იმიტომ რომ ამას სხვა თვალი, სხვა ყური სჭირდება და მასწავლებლის დაკვირვება, მხოლოდ მასწავლებელიც ვერ გააკეთებს. მშობელი და მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდნენ და ერთად დაადგინონ, როგორი ტიპის მოსწავლე არის ეს ბავშვი, როგორი ტიპის მსწავლელია, როგორ უადვილდება სწავლა, რა ინტერესები აქვს და ასე შემდეგ. აი ახლა აუდიალი რა თქმა უნდა არსებობს ბევრნაირი მოსწავლე. ზოგს 2-3 უნარი ერთდროულად აქვს განვითარებული, ზოგს ცოტა რაღაცა უჭირს, ზოგს პირიქით ძალიან ადვილად გამოსდეს. მშობლისა და მასწავლებლის ერთიანობა და თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხში, მაგრამ მასწავლებლის გარეშე არ გამოვა. როგორ აუხსნათ ბავშვს მაშინ, რომ ნიშანი სასჯელი კი არაა, არამედ იმ კონკრეტული დღის დავალების შეფასებაა და არა დაამღა მთელი ცხოვრება. ეს თუ 500-ს ორიანი ეკუთვნის, დავუწეროთ თუ არა უნდა. კი, უნდა დავუწეროთ. თუ აუხსნათ უნდა, თამაში შეფასება უნდა იყოს ობიექტური. თუ მოსწავლე ხედავს თანამშრომელს მასწავლებელში და არა დამსჯელს, ის მოგყვებათ და გენდობათ. როცა ვეუბნები მე ჩემს მოსწავლეს, რომ აი თქვა დავალებას ვაძლევ ორშაბათს ხუთშაბათისთვის, ან ორშაბათს პარასკევისთვის. ნახეთ, მე დროს ვაძლევ, იმიტომ რომ ვითვალისწინებ ხოლმე ვიღაცას დაბადების დღეა
აქვს, ვიღაცას რაღაცა ოჯახური მდგომარეობა აქვს. ეგრეთ წოდებული. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ ამ საზოგადოების წევრი და ეგრეთ წოდებული დედლაინი წარმოიდგინეთ, გამოვიყენებ ამ სიტყვას, აქვთ ხუთშაბათს ან პარასკევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამშაბათს ან ოთხშაბათს არ შეუძლია მოიტანოს. როცა იცის, რომ მე ობიექტურად გავუსწორებ და თქვათ 1000-ან მოსწავლეს დაუწერ 4-ან 5 ქულას, ამიტომ ცდილობენ მალე მომიტანონ, მანახონ, შემამოწმებინონ და იმ წუთას კერდა გამოსწორების საშუალებას ვაძლევ. ნახეთ, რამდენჯერმე შეიძლება შემოწმდეს ერთ-ერთი დავალება. რა თქმა უნდა, ესეც არის, ამიტომ მასწავლებელი შრომა ძალიან რთულია. ჩემს პირად პრაქტიკას გეუბნები, ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები დამეთანხმებიან. ხუთშაბათს თუ არის დათქმული, ეს ბოლო დღეა და თუ ბოლო დღეს მომიტანს, კი ბატონო, მიიღებს იმას, რაც მას ძალიან კარგია ეს მოტივაცია. რაც მას ეკუთვნის და პრობლემა არ არის. არასოდეს არ არის პრობლემა. ლექსზე პირად ვაძლევ. აუცილებლად ვაძლევ, სხვაგვარად ლექსიკურ მარაგს ვერ იმდიდრებს. ესეც საშინაო დავალებაა, ხო? საშინაო დავალება მარტო წერას ხო არ ნიშნავს. ყველა ჩემმა მოსწავლემ იცის, რომ ამისთვის მინიმუმ 5 დღე აქვთ. განა რას ვაძლევს 3 სტროფი აქვთ ახლა მერვე კლასელებს მიცემული ვეფხისტყაოსნიდან და ეს არა ნახეთ ეს იცოდნენ 2 დღით ადრე და პარასკევს ანუ ხვალ უნდა ჩამაბარონ და ვასწავლი ყოველ დღე წაიკითხეთ 10 ჯერ 10 ჯერ წაკითხვას დასჭირდება 10 წუთი მეტი არა წაიკითხეთ 10 ჯერ კიდევ ხვალ ზეგდა აღმოჩნდა 40 ჯერ და 50 ჯერ გაქვთ წაკითხული და ბოლო დღეს ეს აუცილებლად მყარად გეცოდინებათ. ბავშვები მოგყვებიან. თავდაპირველად რაღაცას აკლებენ ხელს, მაგრამ თანამშრომლობა არის მთავარი ნიშანი. ნეტავი სულ არ იწერებოდეს, მაგრამ აუცილებელია ჩვენ სიტუაციაში მიღწეული პროგრესის დასადგენად და თუ გულშემატკივარს თანამშრომელს ხედავს მასწავლებელში ყველაფერი კარგად. სანამ თქვენ გააგზელებთ ლაპარაკს, მეც გავჩერდები, ანუ რა მაინტერესებს დღეს თემები კიდე იწერება? უბრალოდ კიდე ახლა ერთი რაღაცა მაინტერესებს. ჩვენ დროს იყო ასე, რომ ხანდახან გიწევდა პედაგოგი, რომელიც ბებოს და ბაბუს შეიძლება არ უწევდა, მაგრამ შემშობელს უწევდა. და ხშირად ხდებოდა ისე, რომ ბებოს დროს დაწერილი თემა ამოტივტივდებოდა შვილის დროსაც და შვილიშვილის დროსაც და ყველაზე უცნაური ის იყო, რომ აი ესეთი სიტყვები იყო გამოყენებული აკადემიური სიტყვები, რომელსაც დავშეთ მე-6 კლასელი და მე-7 კლასელი თამამად გადაიწერდა. ნუ შეიძლება დაიზეპირებდა და დაწერდა ესეც არ დაუკარგოთ ვინმეს. და ნუ ახლა იქცნობდნენ ხო სამასწავლებლოში იცოდნენ უკვე რომ ეს აკაცობა ეს ბებიამისი წერდა ამას და მამამისი წერდა და ახლა აკამოტივტივდა მაგრამ პარადოქსი ის იყო რომ ასეთ გადაწერილ თემაში ხალხი კარგი შესაძლებლობდა და ვიღაცა ბავშვი თავისი ჭკუით რაღაცას მიაწებებდა რამდენიმე სიტყვას შინაარსიას რომ ბავშვია ბავშვურ ენაზე და იმას ხვდებოდა ცუდი ნიშანი არაჩვეულებრივი კალიგრაფიაშიც კიდე ზემოდან ვარჭობდით სამიანს და ვაწებდი არ შეუძლია სხვა სირბილი თუ არ შემეძლია სწრაფად რატო ვისჯებით ცუდი ნიშანი მართალი ხართ ნახეთ, მართლაც არაჩვეულებრივი კითხვა დასვით. ფიქრობდი, სანამ აქ მოვიდოდი, რომ ეს მხარეც გამეთვალისწინებინა და დამავიწყდა მართალი ხართ. ნახეთ, საშინაო დავალების მინუსი რა არის? ჩვენ არ ვიცით, ვინ წერს ამას. დედა, ბებია თუ მეზობელი მასწავლებელი ჟუჟუნა, სიტყვაზე ვამბობ. არ ვიცით. ახლა უკვე ჩვენ არ ვიცით, ვინ წერს ამას, ხელოვნური ინტელექტი იქნება. ამიტომ საშინაო დავალებას აქვს მეორე ასეთი მხარე. არსებობს გადაწერის თავიდან მსგავსი ტრაფარეტული თემების თავიდან არიდების სხვა ხერხი. მისცე სხვანაირი დავალება. აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ. ჩემს მოსწავლეებს მე-8 კლასში, როცა ჩვენ ვისწავლეთ მარიტა, გახსოვთ ეს. დაევალათ ფილმის ნახვაც ნატორის ხის და დაევალათ ძიმე ფილმია ირანულია სორაიას ჩაქოლა. აი ესეც. და თხზულება უნდა დაწერონ ამ 3 მასალიდან გამომდინარე თავიანთი დასკვნები. თუ ახლა ისეთი მონდომებული მშობელი ან მეზობელი ჟუჟუნა მასწავლებელი ყავს, რომელიც ამას დაჯდება, 3-ვეს შეადარებს, დაწერს, მე ამ ბავშვს მოაყოლებს და მისცემს, მოაყოლებს, ეს ბავშვი მოვა და კლასის წინაშე ახსნის, როგორ შეასრულა ეს დავალება. მადლობა სეტუთიშობ. რა თქმა უნდა, იმ ბავშვსაც ეკუთვნის 10-იან. ხუმრობ ცხადია, ცოტათი ისე ვლაპარაკობ, მაგრამ რა თქმა უნდა, საშინაო დავალებას აქვს ეს მინუსი. ყველა გაწაფული მასწავლებელი ხვდება, რომ ეს ბავშვის ნაწერი არ არის. ჩვენ ხო ბავშვს უყურებთ. კვირაში 5 ჯერ ხვდებით. მე ვიცი ზუსტად რა ცოდნა და უნარები აქვს. და ისევ თანამშრომლობამდე მივედით. ველაპარაკები და ვეუბნები, ან მივაწერ იქვე.
არ გაფასებ, იმიტომ რომ შენი ნაწერი არ არის. სცადე თვითონ. მაგრამ მაინც გვეპარება ცხადია. ასეთი რამეებისგან ეს ხო მოწმობს მოსწავლის განსაკუთრებულ უნარზე გამოგაპაროთ. კი, არის ძალიან ფული არის. ზუსტად ყველაფრის თავიდან არიდება, არც მასწავლებელს შეუძლია, არც არავის. რეალურად ეხა ჩვენ ვსჯელობთ და ძალიან კარგ საკითხზე ვსაუბრობთ, მაგრამ მე რა რომ არ გამოვიდეს, მე რა რომ არ მოამზადოს ერთხელ, ორჯერ, ეს არ უნდა იყოს ტანჯვა, როგორც ეხა პაატამ აღნიშნა უსმენდი. აი მაგალითად ეხა ჩვენმა შვილმა მომიტანა რომ მაქვს აი იყო არაფერს როსტევარ რუსთაველის ერთი სტრამი აქვს სასწავლი, ხო? ვფიქრობდი ახლა გამახსენდა ჩემი თავი, როდესაც მე დამავალეს და უცებ გამიჩნდა სურვილი, რომ თავიდანვე შემეყვარებინა როგორც მშობელს. მე და ვფიქრობდი, ვაიმე, ეხლა არ დაიზუთხოს, როგორც ჩვენ ვიზუთხავდით, არადა რამხელა არსია, როგორი ძვირფასია ეს ყველაფერი და მინდა რომ შევაყაროთ, უცებ შფოთვა დამემართა, უკვე პედაგოგზეც ვიფიქრე, ნეტავ როგორ მიაწვდიდა ეხლა სკოლაში ამ ყველაფერს და მინდა რომ აი თავიდანვე სწორად მივცე გეზი. აი დღეს იყო ზუსტად დილით უკვე ვამეორებინებდი და რაც არის უმთავრესი, თუნდაც შეეშალოს, თუნდაც არ იცოდეს სწორად დაზუთხვა ბავშვებმა. იმიტომ რომ არ არის თავიდანვე ეს სავალდებულო, რიგ შემთხვევაში ალბათ ვსტრესავთ. შევაყვაროთ, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, 5 დღე მივცეთ, მივაწოდოთ მოტივაცია და ლიტერატურის პედაგოგი ბრძანდებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანია, საიდანაც ბავშვი არა მარტო ლიტერატურას სწავლობს და ისტორიას, არამედ იწყებს კითხვას. აი კითხვას და აი იმ წიგნის ინტერესს, რაც პაატას აქვს და ალბათ თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ზის და კითხულობს აი მილიონ წიგნს და აქვს ეს თავიდანვე შეყვარებული, ხო? აი ეს არის უმნიშვნელოვანესი და თქვენ ისეთი мотиваცია გაქვთ, ისეთი ენერგეტიკა გაქვთ, ეხლა რომ საუბრობთო, ალბათ მასწავლებელს მხოლოდ ის, რომ საგანი იცოდეს კარგად, არ არის მნიშვნელოვანი. უნდა იყოს მსახიობიც, უნდა ქონდეს ენერგიაც, უნდა ქონდეს мотиваციის გადამდები უნარი და აბსოლუტურად ყველაფერი. აი აბსოლუტურად ყველაფერი. მე ვფიქრობ, არა მარტო მშობელზე, ბავშვზე, ძალიან დიდი ფაქტორი არის პედაგოგზეც დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა ამ კეთილი სიტყვებისთვის. თქვენ დღეს მეორე ხართ, ვინც მითხრა, რომ მსახიობობა ხომ არ გეცადათ, ჩემმა მოსწავლემ მითხრა მეორე კლასელმა, რომ მსახიობობა ხომ არ უნდა გირჩიათ მასწავლებელი. უთხარი შენ მეორეჯერ არა, პირველად როდის გითხარით არ მახსოვს, მე მახსოვს, მეორედ მითხრა ეგ. არა, ყველაფერს ერთად შევაჯამებდით. ნებისმიერ საქმეში ადამიანი უნდა იყოს კარგი მოქალაქე. მას უნდა გაცნობიერებული ქონდეს, რას კიდებს ხელს და ძალი და ღონი არ უნდა დაზოგოს. მასწავლებელმაც ასე უნდა გააკეთოს, თქვენც ასე უნდა გააკეთოთ და ყველამ. თუ ნახევარი გულით გავაკეთებ ჩვენ საქმეს, არაფერი გამოგვივა. საშინაო დავალება კი არა, არაფერი არ გამოგვივა. გინდა ერთი ტონა საშინაო დავალება მივცეთ, რომელიც უბედურება ამართალი რო გითხრათ და გინდათ სულ არ მივცეთ დავალება. სიყვარული, პროფესიონალიზმი და მოქალაქე უნდა. ჰუმანური მიდგომა ჭრის. არც მაღალი ხელფასი არ განსაზღვრავს, თქვენ იცით ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ისეთ ასტრონომიულ თანხას იღებს, მაგრამ საქმე არ გეთდება. ქალბატონო თამთა, ჩვენ ვახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პედაგოგისა და მშობლის ურთიერთკავშირი. აი ამ მიმართულებით რა პრობლემების წინაშე გახართ პედაგოგები და ზოგადად ისედაც მაინტერესებს რა გამოწვევების წინაშე ხართ? მე როგორც მასწავლებელი დავიწყებ ამის განხილვას და ვილაპარაკებ პირველ რიგში ჩემი პოზიციიდან, რომ სკოლასა და მასწავლებელს არ აქვს ნდობა საზოგადოებაში. ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა. რამ განაპირობა ეს? პირველ რიგში მაგალითად იმ ცუდმა პიარმა, რომელიც არის აგორებული. ყველაფერში დამნაშავე არის სკოლა და მასწავლებელი. არ ვიცი ვერ გეტყვით. ეს სიმღერა თავს მოიკლავს თეთრი გედი ამან ყველაფერში დამნაშავე შენახალეს პედაგოგზია სიმღერა. კი, ნახეთ, პისაში, პირსის სკოლებში, როცა ჩვენი მოსწავლეები ცუდ შედეგებს აჩვენებენ, პირდაპირ მასწავლებლების ლანძღვა იწყება. მაგრამ მხოლოდ მასწავლებელი არ არის ამაში დამნაშავე. სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. თუ საზოგადოებას უჭირს, ოჯახს უჭირს, სკოლასაც უჭირს ცხადია. და ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ეს მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა,
ნდობა უნდა იყოს მშობელმა უნდა დაინახოს მასწავლებელში დამხმარე, მისი შვილის პროგრესისთვის მოღვაწე, მასწავლებელმაც უნდა დაინახოს მშობელში ხელშემწყობი. ხშირად გაიგონებთ ჩვენს საზოგადოებაში, მასწავლებლების საზოგადოებაში, ახლა კარგი რა იმის შვილი ვინ უნდა იყოს დაახლოებით, მასწავლებელსაც ესმის თავისი აუგი. შობლისგან და კარგი შენი მათხვარი მასწავლებელი. მაინც მასწავლებელს მოუჭრით და ორივე მხარეს. აი ეს ნდობა უნდა გაჩნდეს. ამაში სახელმწიფოს აქვს უზარმაზარი როლი. თქვენ მედია საშუალებებს გაქვთ ძალიან დიდი როლი. მასწავლებლის პროფესიონალიზმი არის კიდევ გადამწყვეტი, იმიტომ რომ გაბრაზებული, გაგიჟებული მშობელი მოსულა, გვილაპარაკია, დეტალურად ამიხსნია, მომიწვევია და მე რთმება ეს ამბავი და მეორე უბედურებად შეიძლება დაიწყოს, რომ მშობლისთვის ხარ ავტორიტეტი და ყველაფერზე შენთან გადის კონსულტაციას. არ აქვს მნიშვნელობა შაბათია, კვირაა, ღამისათი საათია, 11-ია, 12-ია, გწერს 1000-ნაირი სოციალური ქსელები. ზოგჯერ გასდები ამაზე მართალი რომ გითხრათ, რომ საკუთარი ცხოვრებისთვის და საკუთარი თავისთვის დრო არ აქვს, მაგრამ მაინც უფრო დისტანცირება არის პრობლემა, ვიდრე ასეთი ახლო ურთიერთობები. მაგას ავიტანთ. და აი გთხოვთ ჩაგეკითხებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ვსაუბრობთ უფლებებზე და ბავშვთა უფლებებზე და მუდმივად ვასწავლით ჩვენ შვილებს, რომ შენ გაქვს ამის უფლება და ასე შემდეგ. ამ ზედმეტმა აღქმამ ხომ არ ავნო ჩვენ შვილებს რაიმე? ზედმეტი უფლება არ არსებობს, არსებობს უპასუხისმგებლობა. ნახეთ, სადაც ჩვენ უფლებებს ვასწავლით, იქვე პასუხისმგებლობები უნდა ვასწავლოთ. მაგალითად უნდა ვასწავლოთ და პირადი მაგალითი უნდა მივცეთ. ნახეთ, უნდა ვასწავლოთ, როცა ბავშვი იწყებს წუწუნს, აი შენ რა გააკეთე? შენ კი ბოლომდე შეასრულე შენი საქმე. გააკეთე ის, რაც გევალებოდა. და მუდმივად რომ სასწავლო ნივთები გქონდეს, დრო კარგად გააკონტროლოს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მშობლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც, რომ დროის მენეჯმენტი არ ხერხდება, დაგეგმო, რაც თქვენ მითხარით. წეღან მეტაკოგნიტური უნარები იწყება დაგეგმით. აი ეს დაგეგმვის პრობლემა გვაქვს. და რა მოგახსენოთ აბა? აი ძალიან რთული საქმე არის ეგ. დასკვნასავით რომ გავაკეთოთ, საკმარისია ქვეყნის, ასე ვთქვათ, განათლებასა და კულტურას შეხედო, უბრალოდ კულტურას შევხედოთ განათლებას და ხელოვნებას. რომ მივხვდეთ რა დღეშია დაუშვათ ეს ქვეყანა ზოგადად, ხო? იმიტომ რომ მანამდე პირველი სტუმარიც რაზეც ლაპარაკობდა, ხო? სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, ხო? გაძლიერება არ არის მარტო რაღაც ლოზუნგებით სირბილი და ვიღაცას რაღაცა, ხო? სინამდვილეში არის უნარები რომ რაღაცა ისწავლო სწორად და მე ეს უნარები გამოიყენო გარეთ, ხო? გასცე მე მიიღო კულტურაში მხოლოდ მაგას არ მოვიაზრებთ, ნახეთ და შეგეშველებით. კი ბატონო. მხოლოდ მცოდნა და უნარები კი არ არის საჭირო. სხვა ადამიანური თვისებები და სხვა კულტურა. ნახეთ, მთელი მსოფლიო შეიშალა. მე ნახეთ, აი ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ადამიანებმა დაკარგეს ელემენტარული კულტურა. თავდაჭერის, ჩაცმის, საზოგადოებაში მოქცევის, კლასში მოქცევის, ურთიერთობების ჩვენ სფეროში რო გადმოვიტანოთ, ნახეთ, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა როგორია, მასწავლებლის და დირექციის ურთიერთობა როგორია, დირექციისა და სამინისტროს ურთიერთობა როგორია, როგორ გამოვიყურებით, როგორ მეტყველებთ, როგორ ვიქცევით შინ გარეთ. აი ეს კულტურა, ამ კულტურის დეფიციტია. ბავშვებმა ელემენტარულად არ იციან, რომ გაკვეთილზე არ უნდა ჭამონ. მეხუთე კლასელებზე კი არ არის აქ ლაპარაკი. მაღალ კლასელებზეც. რომ ბავშვებმა გაკვეთილზე არ უნდა გააკეთონ ისეთი რამეები, რაც იწვევს ხმაურს, გაუგებრობას, სხვებისთვის ხელის შეშლას. ეს არ არის თავისუფლება. ეს არ არის თავისუფლება და თავისუფლება პირდაპირ გულისხმობს პასუხისმგებლობა, ანუ მართლა პირველ კლასში მაგრამ ამის სწორად აღქმა საჭირო, რაც არასწორად აქვს ადამიანებს აღქმება. თავისუფალი ხარ, ანუ შენ ყველა ნაბიჯზე ხარ პასუხისგებელი. პასუხისგებელი ხარ. შესაბამისად, ყოველი შენი ნაბიჯი განსაზღვრავს იმ სიკეთეს, რასაც მიიღებ და იმ შენიღო ცუდს, რასაც მიიღებ. იცით რა არის? მსმენია რომ თავისუფლებას თუ არ ახლავს განათლება, ამ თავისუფლებით ქვეყანას ვერ გაუტან კარგს. ანუ შენ ახ სპარტაკი მოიყვანე მაგალითად, ხო? რომელიც მონებზე უცლებობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავის გახსნა უნდა და მონები.
უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის მადლობა თქვენ რომ მიჭირს რომ გაგიშვათ და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც იმდენად საინტერესო არის თქვენთან საუბარი რომ არაერთხელ ვისურვებდი რომ ამდენი დაუსველი შეკითხვა გადაცემის სტუმარი კი ბატონო მადლობა ჩვენი სტუმარი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამთა კვარაცხელია მადლობა გავყვეთ თემებზე ვისაუბრეთ, მოკლედ განათლებაზე, რაც უმთავრესია, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნიც, როგორ უნდა იყოს გვერდით მშობელიც და პედაგოგიც ერთად და ეხლა არის ასევე აუცილებელი მივხედოთ ჯანმრთელობას და დღის რუტინად ვაქციოთ თუნდაც თავის მოვლის უამრავი მეთოდი. მაგალითად დღეს სტომატოლოგების დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენთაგანმა გავუფრთხილდეთ პირის ღრუს და ეს კულტურა, რა თქმა უნდა, ალბათ ბავშვობიდანვე არის, ესე ვთქვათ, ყურადსაღები, ასევე დიდი პასუხისგებლობა ეკისრება აქ მშობელს, იმიტომ რომ რასაც მიგვაჩვევს მშობელი, შემდეგ ზრდასრულ ასაკში აი ამ ჩვევას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ უფრო მეტადაც და ვითვალისწინებთ და პრაქტიკაშიც გადმოგვაქვს, მაგრამ არის ხოლმე ის შემთხვევა, შეიძლება ბავშვობაში არ ვართ მიჩვეული, მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით და უკვე დაგვიანებულზე მივმართავთ პროფესიონალს და ამ დაგვიანებულზე ძალიან ბევრი დეტალია, რამაც შეიძლება ჩვენ გვავნოს და სანამ დავაგვიანებთ, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ პირის ღრუს, დილის და საღამო რუტინას, როგორ უნდა მოუაროთ კბილებს და რა უკუმაჩვენებლები არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვევ პროფესიონალს სტუდიაში ორთოდონტ სტომატოლოგს ლოლიტა კუპულაძეს. მოგესალმები ლოლიტა. დიდი მადლობა რომ დაგვითხრეთ რომ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან გადატვირთულ გრაფიკში ხართ. პირველ რიგში უნდა გკითხოთ ის, რომ როგორ განვითარდა ამ კუთხით სტომატოლოგია, რა გამოწვევების წინაშე დგას და რა არის სიახლე, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, თითოეულს დარწმუნებული ვარ, ბავშვობაში არაერთი სტრესი მიგვიღია და მიუხედავად ამისა, მაინც ყოველდღიურად, როცა საჭიროება მოითხოვდა, მივდიოდი სტომატოლოგთან, თუმცა შეიძლება შიშის ფაქტორი გქონოდა. მაგრამ ეხლა როგორც ვიცი, აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, აი ამ ფილოსოფიამ, ფსიქოლოგიამ, აი ესეთ განვითარებულმა სტომატოლოგებმა ბავშვებს პირიქით შეაყვარეს ეს ყველაფერი და კბილის ღრუს მოწესრიგება ხდება მუთფილმების ნახვის მეშვეობით. აჩუქართ ცხენს კბილებში არ უყურებენო ეს სტომატოლოგებსაც ეხება, სტომატოლოგს რო ცხენი ვაჩუქოთ, ისიც არ შეხედავს კბილებში თუ ამ შემთხვევაში თუნება წაძლევს. ჩვენ ზოგადად ისე ადამიანს როცა ხვდები სტომატოლოგები პირველად ადამიანს თვალებში უყურებენ, ჩვენ უყურებთ პირის ღრუში კბილებს ვაკვირდებით ვის როგორი წყობა აქვს და დაახლოებით 20 წელიწადია ვარ აქტიური სტომატოლოგი და ამ ხნის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ზოგადად სტომატოლოგიაში გაიდლაინები, მიდგომები, ტექნოლოგიები, თუ ადრე მოდიოდნენ პაციენტები და მხოლოდ მაწუხებს რაღაც მტკივა და მხოლოდ იმიტომ დღეს უკვე მოდიან რეგულარულ ვიზიტებზე, დღეს აინტერესებთ დღეს ფაქტობრივად ყოველ ბლოგერობა უნდა და ყველას უნდა თეთრი კბილები, მოვლილი, სწორი კბილები და ამიტომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა სტომატოლოგიაში. ყველაზე აქტიური ეხლა არის ის, რომ პაციენტები ხშირად მომმართავენ სწორად კბილების გათეთრებაზე, ან ცირკონის, ან ვინირების მოთხოვნით, ან კიდევ ორთოდონტიული მკურნალობა შეიცვალა უხილავი კაპებით. კი ბატონო, აი კბილების გათეთრებას რაც ეხება, რამოდენიმე მეთოდი არსებობს და რომელია არა, ესე იგი მავნე, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ კაპები რაც ახსენეთ, კაპები და აი სითხე ზუსტად ვიცი რომ გრძნობელობას ძალიან აქტიურებს, არ არის სასურველი. შეიძლება ვიღაცამ ცირკონები გამოიყენოს, თუმცა ახალია ელაინერები. აი თქვენ რომელს ურჩევდით მაგალითად მომხმარებელს თუ
ინდივიდუალურია აქაც მიდგომა? აქაც ინდივიდუალურია მიდგომა, იმიტომ რომ როდესაც ვიჩვენებთ ეილაინერები თუ ბრეკეტები, ხშირად მოგვართავს პაციენტი და უნდა ეილაინერები, მაგრამ ისეთი რთული кейსი, ასე ვთქვათ, შემთხვევა, იქ ვერანაირად ჩვენ ეილაინერს ვერ გავაკეთებთ. უმეტეს შემთხვევაში ეხლა უკვე თანამედროვე ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი მცირე ცვლილებები მოვახდინოთ სწორედ ეილაინერებით გასწორებით. ანუ აი ესე კონკრეტულად რა აღნიშნოთ? აი, ეილაინერები ეს არის კბილების გასწორება, მარტივად რომ აგიხსნათ, არა ბრეკეტებით, არამედ ესეთი უხილავი კაპებით. გამჭვირვალე კაპებით. და როგორ ხდება ზოგადად მკურნალობა თქვენ როცა მობრძანდებით პაციენტი როცა მოდის ექიმთან, ხდება ანაბეჭდის აღება, შეფასება, მდგომარეობის ფოტოგრაფირება და უკვე დაგეგმარება, ანუ პაციენტმა იცის წინასწარ რა შედეგამდე მივდივართ. და ამ შემთხვევაში თითქმის მოდის უკვე მზა კაპები, დაახლოებით 2 კვირაში ეს კაპები იცვლება და